წარმოიდგინეთ ანტარქტიდის უსასრულო თეთრი უდაბნო, 3 კილომეტრი ყინულის ქვეშ, სადაც არასოდეს მიუღწევია მზის სხივს, სადაც ტემპერატურა -90 გრადუსია, სადაც წნევა ისეთია, რომ გაანადგურებდა ნებისმიერ ცნობილ სიცოცხლის ფორმას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ უსასრულო სიბნელეში, ამ კოსმოსურ სიცივეში, ამ აბსოლუტურ იზოლაციაში, რაღაციაში, რაღაც ელოდება. არა მკვდარი ნამარხი, არა გაქვავებული ნაშთი, არამედ რაღაც ცოცხალი. რაღაც, რაც ელოდა 1 მილიარდი წელი. და 2026 წელს, იანვარში, ეს რაღაც გაიღვიძა. ამ წამს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, ანტარქტიდის კვლევით სადგურში, ლაბორატორიის სტერილურ პირობებში, პეტრის ფინჯნებში, მრავლდება ორგანიზმები, რომლებიც უფრო ძველია, ვიდრე მთელი მრავალუჯრედოვანი სიცოცხლე დედამიწაზე. ისინი უფრო ძველია, ვიდრე პირველი ცხოველები, უფრო ძველია, ვიდრე პირველი მცენარეები, უფრო ძველია, ვიდრე ის ატმოსფერო, რომელშიც თქვენ სუნთქავთ. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის რეალობა, რომელიც ცვლის ყველაფერს, რასაც ვიცოდით კლიმატის ცვლილების შესახებ. 2025 წლის დეკემბერში ბრიტანული ანტარქტიკური კვლევის ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა გლაციოლოგი დოქტორი ემილი ჩენი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ატარებდა რუტინულ ბურღვას აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მათი მიზანი იყო მარტივი: ყინულის ბირთვების ამოღება კლიმატის ისტორიის შესასწავლად. 3 კილომეტრის სიღრმეზე ბურღვის თავმა მიაღწია ყინულის ფენას, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როცა დედამიწაზე არ არსებობდა არც ერთი ხმელეთის ორგანიზმი. ის, რაც მოხდა შემდეგ, შეცვალა ყველაფერი. როცა ნიმუშები ლაბორატორიაში გაანალიზდა, მიკრობიოლოგმა დოქტორმა ჯეიმს ვუდმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინა რაღაც შეუძლებელი. ყინულში იყო მიკროორგანიზმები, არქეები, უძველესი ერთუჯრედოვანი ორგანიზმები, რომლებიც ევოლუციურად გამოეყვნენ ბაქტერიებს მილიარდობით წლის წინ. მაგრამ ყველაზე შოკის მონგრელი არ იყო მათი არსებობა. შოკის მონგრელი იყო ის, რომ როცა ნიმუშები ნელა გათბა ლაბორატორიის პირობებში, ეს ორგანიზმები დაიწყეს მეტაბოლური აქტივობა. ივობა. 1 მილიარდი წლის შემდეგ ისინი კვლავ იყვნენ ცოცხალი. აქ იწყება ის, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვიცოდით სიცოცხლის შესახებ. ბიოლოგიის ფუნდამენტური პრინციპი ამბობს, რომ სიცოცხლე მოითხოვს ენერგიას, მოძრაობას, ცვლილებას. ქაკინული მდგომარეობა 1 მილიარდი წლის განმავლობაში უნდა ნიშნავდეს სიკვდილს. უჯრედის სტრუქტურები უნდა დაშლილიყო, დნმ უნდა განადგურებულიყო, ცილები უნდა დენატურირებულიყო. მაგრამ ეს ორგანიზმები არ იყვნენ მკვდრები. ისინი იყვნენ მოლოდინის მდგომარეობაში, კრიპტობიოსში, სიცოცხლის ფორმაში, რომელიც არც ცოცხალია და არც მკვდარი. მდგომარეობაში, რომელიც ჩვენთვის თითქმის შეუძლებელია გავიგოთ. დოქტორმა ჩენმა და მისმა გუნდმა დაიწყეს ექსპერიმენტები. ისინი აღებდნენ მცირე რაოდენობით ყინულს, აცხელებდნენ მას ნელა ფრთხილად კონტროლირებად პირობებში. ტემპერატურა -90-დან ნელა ამაღლდა -40-მდე, შემდეგ -20-მდე, შემდეგ 0-მდე. და ყოველ ეტაპზე, მიკროსკოპის ქვეშ, ისინი აკვირდებოდნენ უწმინდურ რამეს. არქეების უჯრედები, რომლებიც 1 მილიარდი წლის განმავლობაში იყვნენ აბსოლუტურად უმოძრაო, იწყებდნენ ცვლილებას. მათი მემბრანები ხდებოდა უფრო მოქნილი, მათი შიდა სტრუქტურები იწყებდნენ რეორგანიზაციას. და შემდეგ, როცა ტემპერატურა აღწევდა 2 გრადუს ცელსიუსით, ხდებოდა რაღაც, რაც არ უნდა მომხდარიყო. ისინი იწყებდნენ გამრავლებას. 1 უჯრედი ხდებოდა 2, 2 ხდებოდა 4, 4 ხდებოდა 8. ექსპონენციალური ზრდა, რომელიც დამახასიათებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, მაგრამ რომელიც ამ შემთხვევაში იყო განსაკუთრებით შემაშფოთებელი. რადგან ეს არ იყო უბრალოდ აკადემიური აღმოჩენა, ეს იყო გაფრთხილება. რადგან ანტარქტიდის ყინულები დნება და ისინი დნება სულ უფრო სწრაფად. წარმოიდგინეთ ანტარქტიდა როგორც გიგანტური გატინული საწყობი, რომელშიც ინახება არა საკვები, არამედ სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც არსებობდა მაშინ, როცა დედამიწა იყო სრულიად განსხვავებული პლანეტა. 1 მილიარდი წლის წინ, როცა ეს ორგანიზმები ჩაეღინა ყინულში, დედამიწის ატმოსფერო შეიცავდა ბევრად ნაკლებ ჟანგბადს. ოკეანეები იყო სხვა ტემპერატურის, კონტინენტები იყვნენ სხვა პოზიციებში. და ეს არქეები იყვნენ ადაპტირებული იმ სამყაროსთვის, რომელიც აღარ არსებობს. მაგრამ ახლა 2026 წელს ანტარქტიდის ყინულის ფარდა კარგავს დაახლოებით 150 მილიარდ ტონა ყინულს წელიწადში. ეს არის რიცხვი, რომელიც თითქმის შეუძლებელია წარმოსადგენი. წარმოიდგინეთ მთელი მთა ევერესტი, მთლიანად ყინულისგან, რომელიც დნება და ქრება ოკეანეში. ახლა გაამრავლეთ ეს 80,000 ჯერ. ეს ხდება ყოველწლიურად. და ყოველი ტონა გავღობილი ყინული ათავისუფლებს იმას, რაც იყო მასში გატინული. დოქტორმა ვუდმა და მისმა გუნდმა დაიწყეს ამ არქეების მეტაბოლიზმის შესწავლა. ისინი აღმოაჩინეს რაღაც, რაც აქცევს ამ აღმოჩენას უბრალო სამეცნიერო კურიოზიდან გლობალურ საფრთხედ.
ეს ორგანიზმები არიან მეთანოგენები. ისინი წარმოქმნიან მეთანს, როგორც მათი მეტაბოლიზმის ნარჩენ პროდუქტს. და მეთანი არის სათბური აირი, რომელიც 25-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ნახშირო ჟანგი. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც საოცარი. წარმოიდგინეთ ორი სისტინეთ ორი სისტემა, რომლებიც ერთმანეთს ასახავენ მილიარდი წლის დროის მანძილზე. პირველი სისტემა. 1 მილიარდი წლის წინ ეს არქეები ცხოვრობდნენ დედამიწის ოკეანეებში და ატმოსფეროში, წარმოქმნიდნენ მეთანს, ცვლიდნენ პლანეტის ქიმიას, ქმნიდნენ პირობებს, რომლებიც საბოლოოდ გახდა საფუძველი უფრო კომპლექსური სიცოცხლისთვის. მეორე სისტემა. ახლა 2026 წელს იგივე ორგანიზმები, გაღვიძებული თავიანთი მილიარდწლიანი ძილიდან, კვლავ იწყებენ იმავე პროცესს. მაგრამ ამჯერად კონტექსტი სრულიად განსხვავებულია. ლაბორატორიაში, კონტროლირებად პირობებში 1 გრამი ამ არქეების კულტურა წარმოქმნის დაახლოებით 2 მილიგრამ მეთანს დღეში. ეს ჟღერს უმნიშვნელოდ, მაგრამ ახლა გაითვალისწინეთ მასშტაბი. ანტარქტიდის ყინულის ფარდა შეიცავს დაახლოებით 26 მილიონ კუბურ კილომეტრ ყინულს. თუ მხოლოდ 1% ამ ყინულის შეიცავს ამ არქეებს და გეოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ რეალური რიცხვი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი, ეს ნიშნავს, რომ იქ არის დაახლოებით 270,000 კუბური კილომეტრი ყინული, რომელიც შეიცავს პოტენციურად აქტიურ მეთანოგენურ ორგანიზმებს. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დაინახოთ დრო უგუღმა, არა წარსულიდან მომავლისკენ, არამედ მომავლიდან წარსულისკენ. დაიწყეთ ახლა, 2026 წლიდან. ანტარქტიდის ყინულები დნება, მაგრამ პროცესი ჯერ კიდევ შედარებით ნელია. ახლა გადახედეთ 10 წლით უკან, 2016 წელს. ყინულის დნობის ტემპი იყო 2-ჯერ უფრო ნელი. 20 წლით უკან, 2006 წელს, 3-ჯერ უფრო ნელი. 40 წლით უკან, 1986 წელს, 5-ჯერ უფრო ნელი. ეხლა გააგრძელეთ ეს უგუღმა მოგზაურობა. 100 წლით უკან, 1926 წელს ანტარქტიდის ყინულის ფარდა იყო თითქმის სტაბილური. 200 წლით უკან, 1826 წელს, ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში, ყინული არათუ დნებოდა, არამედ ნელა იზრდებოდა. 1000 წლით უკან, ყინულის ფარდა იყო უფრო დიდი ვიდრე ახლა. 10,000 წლით უკან, ბოლო გამყინვარების ეპოქის დასასრულს, ყინული ფარავდა ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას. და ეხლა გააკეთეთ უზარმაზარი ნახტომი უკან. 1 მილიარდი წლით უკან. იმ დროს, როცა ეს არქეები ჩაიყინა ყინულში, დედამიწა გადიოდა პერიოდს, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ თოვლის ბურთის დედამიწას. დედამიწას. მთელი პლანეტა იყო დაფარული ყინულით ეკვატორიდან პოლუსებამდე. ტემპერატურა იყო -50 გრადუსი საშუალოდ. და ამ უკიდურეს პირობებში ეს არქეები არა მხოლოდ გადარჩნენ, ისინი აყვავდნენ. ისინი იყვნენ ადაპტირებული სამყაროსთვის, რომელიც იყო ერთი გიგანტური გაყინული უდაბნო. დოქტორმა ჩენმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს ჩაატარონ ექსპერიმენტი, რომელიც ახლა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე შემაშფოთებელ მიკრობიოლოგიურ კვლევად ბოლო 10 წლებში. ისინი შექმნეს კონტროლირებადი გარემო, რომელიც ასახავდა ანტარქტიდის რეალურ პირობებს. აიღეს ყინულის ნიმუშები, რომლებიც შეიცავდა არქეებს და დაიწყეს მათი თანდათანობითი გათბობა, ზუსტად იმ ტემპით, რომლითაც ანტარქტიდის ყინული რეალურად დნება გლობალური დათბობის გამო. პირველი 2 კვირის განმავლობაში არაფერი მოხდა. ყინული ნელა დნებოდა, მაგრამ არქეები რჩებოდნენ უმოქმედო. მესამე კვირაში, როცა ტემპერატურა აღწია -5 გრადუსს, მიკროსკოპმა აჩვენა პირველი ნიშნები აქტივობისა. უჯრედების მემბრანები იწყებდნენ მოძრაობას. მეოთხე კვირაში -2 გრადუსზე დაიწყო მეტაბოლური აქტივობა. მეხუთე კვირაში +1 გრადუსზე დაიწყო გამრავლება. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რაც მოხდა მე-6 კვირაში. როცა პოპულაცია მიაღწია კრიტიკულ მასას, არქეებმა დაიწყეს მეთანის წარმოება ისეთი ინტენსივობით, რომელიც გადააჭარბა ყველა პროგნოზს. ლაბორატორიის ხელსაწყოები აფიქსირებდნენ მეთანის კონცენტრაციის ზრდას, რომელიც იყო არა წრფივი, არამედ ექსპონენციალური. ყოველი 2 დღე მეთანის რაოდენობა ორმაგდებოდა. დოქტორმა ვუდმა ჩაატარა გამოთვლები. თუ ეს ტემპი შენარჩუნდებოდა 1 თვის განმავლობაში, 1 კუბური მეტრი ყინული, რომელიც შეიცავს ამ არქეებს, წარმოქმნიდა დაახლოებით 200 გრამ მეთანს. ეს ჟღერს მცირედ, მაგრამ გაითვალისწინეთ. ანტარქტიდაში არის 270,000 კუბური კილომეტრი ყინული, რომელიც პოტენციურად შეიცავს ამ ორგანიზმებს. ეს არის 270 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ მხოლოდ 1% ამ ყინულის დადნება და გააქტიურდება მომდევნო 50 წლის განმავლობაში, რაც არის კონსერვატიული შეფასება გლობალური დათბობის მიმდინარე ტემპის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს დაახლოებით 550 მილიონ ტონა მეთანს ატმოსფეროში. და აქ იწყება ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ დადებით უკავშირს.
პროცესს, რომელიც თავის თავს აძლიერებს, ქმნის თვითგანმამტკიცებელ ციკლს, რომელიც ხდება სულ უფრო სწრაფი და სულ უფრო ძლიერი. წარმოიდგინეთ ეს როგორც დომინოს ეფექტი, მაგრამ სადაც ყოველი მომდევნო დომინო არის უფრო დიდი ვიდრე წინა. პირველი დომინო. გლობალური დათბობა, რომელიც გამოწვეული ადამიანის აქტივობით ზრდის ტემპერატურას ანტარქტიდაში. ყინული იწყებს დნობას. მეორე დომინო. დნობილი ყინული ათავისუფლებს არქეებს, რომლებიც იყვნენ გაყინული 1 მილიარდი წლის განმავლობაში. მესამე დომინო. ეს არქეები იწყებენ მეტაბოლურ აქტივობას და წარმოქმნიან მეთანს. მეოთხე დომინო. მეთანი, რომელიც არის 25 ჯერ უფრო ძლიერი სათბური აირი ვიდრე ნახშირორ ჟანგი, აჩქარებს გლობალურ დათბობას. მეხუთე დომინო. გაძლიერებული დათბობა აჩქარებს ყინულის დნობას და ციკლი იწყება თავიდან, მაგრამ ამჯერად უფრო სწრაფად. დოქტორმა ჩენმა და მისმა გუნდმა გამოაქვეყნეს თავიანთი აღმოჩენები ჟურნალ Nature-ში 2026 წლის იანვარში. სტატია იყო 30 გვერდზე, სავსე მონაცემებით, გრაფიკებით, მიკროსკოპული სურათებით. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ბოლო აბზაცი, სადაც ისინი წერდნენ. ჩვენი აღმოჩენები მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილების მოდელები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, შეიძლება არსებითად აკლდეს ერთი კრიტიკული ფაქტორი: ძველი მიკრობული სიცოცხლის გააქტიურება პოლარულ რეგიონებში. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გლობალური დათბობა მოხდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ვფიქრობდით. რომ გავიგოთ რა ნიშნავს ეს რეალურად, უნდა გავიხსენოთ, რამდენად მგრძნობიარეა დედამიწის კლიმატური სისტემა. წარმოიდგინეთ პლანეტა როგორც გიგანტური, დელიკატურად დაბალანსებული მანქანა, სადაც ყოველი კომპონენტი დაკავშირებულია ყველა სხვა კომპონენტთან. ოკეანეები აბსორბირებენ სითბოს და ნახშირორ ჟანგს. ატმოსფერო ანაწილებს ამ სითბოს მთელ პლანეტაზე. ყინულის ფარდები ასახავენ მზის სხივებს უკან კოსმოსში. ტყეები აბსორბირებენ ნახშირორ ჟანგს და გამოყოფენ ჰაერს. ყოველი ეს პროცესი არის ურთიერთდაკავშირებული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ სისტემაში ემატება ახალი ელემენტი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული არც ერთ კლიმატურ მოდელში. მილიარდობით მილიარდი მიკროორგანიზმი, რომლებიც იწყებენ მეთანის წარმოებას. მეთანი, რომელიც ატმოსფეროში რჩება დაახლოებით 12 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ დროის განმავლობაში აჭერს სითბოს 25 ჯერ უფრო პროეფექტურად ვიდრე ნახშირორ ჟანგი. დოქტორმა ვუდმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომელიც ცდილობდა პროგნოზირებას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს სიტუაცია მომდევნო 50 წლის განმავლობაში. მოდელი იყენებდა მონაცემებს ანტარქტიდის ყინულის დნობის მიმდინარე ტემპის შესახებ, მონაცემებს არქეების პოპულაციის ზრდის შესახებ ლაბორატორიულ პირობებში და მონაცემებს მეთანის გავლენის შესახებ გლობალურ ტემპერატურაზე. შედეგები იყო შემაშფოთებელი. ბაზისურ სცენარში, სადაც გლობალური დათბობა გრძელდება მიმდინარე ტემპით, ანტარქტიდის ყინულის დაახლოებით 5% დადნება მომდევნო 50 წლის განმავლობაში. ეს ათავისუფლებს დაახლოებით 1 მილიარდ ტონა მეთანს ატმოსფეროში, რაოდენობა, რომელიც გაზრდის გლობალურ ტემპერატურას დამატებით 0,5 გრადუსით ცელსიუსით. ეს ჟღერს მცირედ, მაგრამ კლიმატის მეცნიერებაში ნახევარი გრადუსი არის უზარმაზარი ცვლილება. მაგრამ უარეს სცენარში, რომელიც მოდელი მიიჩნევს სულ უფრო ალბათად, დადებითი უკუკავშირის ეფექტი ქმნის თვითგანმამტკიცებელ ციკლს. მეთანი, რომელიც გამოიყოფა პირველი 5% ყინულიდან, აჩქარებს დათბობას, რაც იწვევს შემდეგი 5%-ის უფრო სწრაფ დნობას, რაც გამოყოფს მეთანს, რაც კიდევ უფრო აჩქარებს დათბობას. ამ სცენარში 50 წლის ნაცვლად, ანტარქტიდის ყინულის 5% შეიძლება დადნეს 30 წელში. და შემდეგი 5% 15 წელში და შემდეგი 8 წელში. წარმოიდგინეთ ანტარქტიდა 2046 წელს, 20 წლის შემდეგ. ის, რაც ახლა არის უსასრულო თეთრი უდაბნო, იქნება ლაქებიანი ლანდშაფტი, თეთრი ყინული, შერეული ნაცრისფერ ყავისფერ უბნებთან, სადაც ყინული დადნა და გამოჩნდა ქვემოთ მდებარე ქანი. მაგრამ ეს არ იქნება უბრალოდ ვიზუალური ცვლილება. ყოველი ეს ნაცრისფერ ყავისფერი უბანი იქნება ბიოლოგიური აქტივობის ზონა. ადგილი, სადაც მილიარდობით არქეები, გაღვიძებული თავიანთი მილიარდწლიანი ძილიდან წარმოქმნიან მეთანს. და ეს მეთანი არ დარჩება ანტარქტიდაში. ატმოსფერული დინებები გაანაწილებს მას მთელ პლანეტაზე. ის აღწევს ეკვატორს, სადაც ტროპიკული ტყეები, რომლებიც ამჟამად აბსორბირებენ ნახშირორ ჟანგს, დაიწყებენ ხმობას გაზრდილი ტემპერატურის გამო. ის აღწევს არქტიკას, სადაც პერმაფროსტი, მუდმივად გაყინული ნიადაგი, დაიწყებს დნობას, ათავისუფლებს კიდევ უფრო მეტ მეთანს, რომელიც იყო გატინული ათასობით წლის განმავლობაში. ის აღწევს ოკეანეებს, სადაც გაზრდილი ტემპერატურა შეამცირებს წყლის უნარს აბსორბიროს ნახშირორ ჟანგი. და ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის ის, რომ
ეს პროცესი უკვე დაიწყო. ეს არ არის მომავლის სცენარი, ეს არის რეალობა, რომელიც ვითარდება ახლა, ამ წამს. ანტარქტიდის კვლევით სადგურებში მეცნიერები აკვირდებიან, როგორ იცვლება ყინული. სატელიტები აფიქსირებენ დნობის ზონების გაფართოებას. ლაბორატორიებში, პეტრის ფინჯნებში არქეები მრავლდებიან, წარმოქმნიან მეთანს, აჩვენებენ მეთანს, აჩვენებენ ჩვენ თუ რა მოხდება, როცა ისინი გაათავისუფლებს ბუნებაში. მაგრამ რომ ნამდვილად გავიგოთ ამ აღმოჩენის მასშტაბი და მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედამიწის კლიმატი განიცადა დრამატულ ცვლილებას მიკრობული სიცოცხლის გამო. 2 მილიარდი 400 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მოხდა რაღაც, რაც თითქმის გაანადგურა მთელი სიცოცხლე პლანეტაზე. ეს არ იყო ასტეროიდის დაცემა, ეს არ იყო ვულკანური ამოფრქვევა, ეს არ იყო კოსმოსური კატასტროფა. ეს იყო ბაქტერიები. მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებმაც ისწავლეს ახალი ტრიუკი, ფოტოსინთეზი. ისინი იწყებდნენ მზის სხივების გამოყენებას ის გამოყენებას ენერგიისთვის და წარმოქმნიდნენ ნარჩენ პროდუქტს, რომელიც იმ დროისთვის იყო ტოქსიკური აირი. ამ აირს ჰქვია ჟანგბადი. წარმოიდგინეთ ის დედამიწა. ატმოსფერო, რომელიც შედგება ძირითადად მეთანისგან, ნახშირო ჟანგისგან და აზოტისგან, ოკეანეები სავსე რკინით და სხვა მეტალებით, რომლებიც ხსნადია ჟანგბადის არარსებობის გამო. და შემდეგ, ნელ-ნელა, მილიონობით წლის განმავლობაში, ციანობაქტერიები იწყებენ ჟანგბადის წარმოებას. თავდაპირველად ეს ჟანგბადი უბრალოდ რეაგირებს ოკეანეში გახსნილ რკინასთან, ქმნის რკინის ოქსიდს, რომელიც ეშვება ოკეანის ფსკერზე. მაგრამ საბოლოოდ ყველა რკინა ამოიწურება და ჟანგბადი იწყებს დაგროვებას ატმოსფეროში. რა მოხდა შემდეგ მეცნიერები უწოდებენ დიდ ჟანგბადურ კატასტროფას. ჟანგბადი, რომელიც ახლა არის აუცილებელი ჩვენი სიცოცხლისთვის, იმ დროს იყო სასიკვდილო შხამი უმეტესობა ორგანიზმებისთვის. ბისთვის, ის რეაგირებდა მეთანთან ატმოსფეროში, ანადგურებდა ამ ძლიერ სათბურ აირს. გლობალური ტემპერატურა დაეცა, პლანეტა ჩაიფლო ყინულში, პირველი თოვლის ბურთის დედამიწა, რომელიც გაგრძელდა სავარაუდოდ 300 მილიონი წლის განმავლობაში. დაახლოებით 90% ყველა სახეობისა, რომელიც არსებობდა იმ დროს, გადაშენდა. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც აკავშირებს იმ მოგვიანებს ამ ვრესთან. ის კატასტროფა, რომელიც თითქმის გაანადგურა სიცოცხლე, საბოლოოდ შექმნა პირობები კომპლექსური სიცოცხლის განვითარებისთვის. ჟანგბადი, რომელიც იყო შხამი ძველი ორგანიზმებისთვის, გახდა საწვავი ახალი ტიპის სიცოცხლისთვის, ორგანიზმებისთვის, რომლებმაც ისწავლეს მისი გამოყენება ენერგიის უფრო ეფექტური წარმოებისთვის. ეს ორგანიზმები საბოლოოდ გახდნენ ყველაფერი: მცენარეები, ცხოველები, სოკოები, ჩვენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ისტორია მზადდება განმეორდეს, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. არა ჟანგბადის დამატება, არამედ მეთანის დამატება. არა გატინვა, არამედ დათბობა. არა ძველი ანაერობული ორგანიზმების განადგურება, არამედ თანამედროვე აერობული სიცოცხლის საფრთხე. და ყველაზე შემაშფოთებელი, ეს პროცესი არ მოითხოვს 300 მილიონ წელს. ის შეიძლება მოხდეს 100 წელში. დოქტორმა ჩენის გუნდმა გადაწყვიტა გააფართოოს თავიანთი ექსპერიმენტი. ისინი არ იყვნენ კმაყოფილი უბრალოდ იმის დანახვით, რომ არქეები გამოდიოდნენ კრიპტობიოზიდან და იწყებდნენ მეთანის წარმოებას, ისინი უნდა გაეგოთ ზუსტი მექანიზმი, როგორ ზუსტად ხდება ეს პროცესი, რა ფაქტორები აჩქარებენ ან ანელებენ მას და რა შეიძლება ნიშნავდეს ეს რეალურ პირობებში. ისინი შექმნეს 6 იდენტური ბიორეაქტორი. თითოეული შეიცავდა ზუსტად 1 კუბურ მეტრ ყინულს ანტარქტიდიდან. ყინულს, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 1 მილიარდი წლით. თითოეული ბიორეაქტორი იყო აღჭურვილი სენსორებით, რომლებიც აზომავდნენ ტემპერატურას, წნევას, ჟანგბადის დონეს, ნახშირო ჟანგის დონეს, მეთანის დონეს და მიკრობულ აქტივობას რეალურ დროში. მაგრამ თითოეული ბიორეაქტორი იყო დაყენებული განსხვავებულ პირობებში. პირველი ბიორეაქტორი, კონტროლი, ინახებოდა -90 გრადუსზე, იმ ტემპერატურაზე, რომელშიც ყინული იყო ბუნებრივად. მეორე ბიორეაქტორი თბებოდა ნელა 1 გრადუსით ყოველ 2 კვირაში, რაც ასახავდა ანტარქტიდის ყინულის დნობის საშუალო ტემპს. მესამე თბებოდა უფრო სწრაფად, 2 გრადუსით ყოველ კვირაში, რაც ასახავდა უარეს სცენარს. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ბიორეაქტორები იყო ექსპერიმენტული. ისინი თბებოდნენ განსხვავებული ტემპით და განსხვავებულ პირობებში, რათა შესწავლილიყო, როგორ მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. პირველი თვის განმავლობაში მხოლოდ კონტროლურ ბიორეაქტორში არაფერი ხდებოდა. ყინული რჩებოდა გატინული, არქეები რჩებოდნენ უმოქმედო. მაგრამ სხვა ბიორეაქტორებში, როგორც კი ტემპერატურა აღწევდა -10 გრადუსს, სენსორები იწყებდნენ პირველი ნიშნების აღრიცხვას. არა მეთანის წარმოებას, ჯერ არა, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტურს. უჯრედების მემბრანები, რომლებიც იყვნენ გაქვავებული მილიარდი წლის განმავლობაში, იწყებდნენ მოქნილობის აღდგენას. დოქტორმა უდმა აღწერს ამ მომენტს როგორც მოლეკულურ გაღვიძებას.
წარმოიდგინეთ უჯრედი, როგორც მიკროსკოპული ქალაქი, სადაც ყველა მოქალაქე, ცილები, ლიპიდები, ნუკლეინის მჟავები იყო გატყინული პოზიციაში, როგორც ქრცქანდაკებები. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ქანდაკებები ნელ-ნელა იწყებათ გადარჩენას. გარეგნული წინადადებები, აქტივისტების მხარდაჭერა, ყველაფერი ახეხილია, მაგრამ მომენტები წარმოიდგინეთ საკუთარ ცხოვრებაში. თუ მოდენ გარეგნული წინადადებებით, მომენტები გამორიცხულია. ამასთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოკვლევით მიიღეთ ამ შესაძლებლობა და წარმოიდგინოთ რაღაც მარტივი და კარგი საქმე, კარგად ცხოვრობა. ეს მომენტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ სასულელო შემთხვევა, კოლეგების გადაწყვეტილების დასაბუთები და მათ მხარდაჭერა. საკმაოდ სასულელო შემთხვევებზე ვისაუბრებ ახლა, მაგრამ შეგიძლიათ ჩაიხსნათ სიზარმაციების დროს მიზანდასაწყისში. ამიტომ მოდით შევეხოთ საკმაოდ დიდ რაოდენობას შორსმეტებს, მილტონ ფრიდმანსა და დონალდ კლეინს ქანდაკებები. ნელ-ნელა იწყებენ მოძრაობას. პირველი რაც ხდება არის ლიპიდური მემბრანის გათხევადება. ლიპიდები, რომლებიც ქმნიან უჯრედის გარე გარს, იწყებენ მოძრაობას, ქმნიან უფრო დინამიურ სტრუქტურას. ეს საშუალებას აძლევს მცირე მოლეკულებს, წყალს, იონებს, შევიდნენ და გამოვიდნენ უჯრედიდან. შემდეგ იწყება ცილების რეაქტივაცია. ცილები, რომლებიც არიან უჯრედის მუშა ძალა, იწყებენ თავიანთი ფორმის აღდგენას. ფერმენტები, რომლებიც კატალიზებენ ქიმიურ რეაქციებს, იწყებენ ფუნქციონირებას. რიბოსომები, რომლებიც აწარმოებენ ახალ ცილებს, იწყებენ მუშაობას. და საბოლოოდ დნმ, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, ხდება ხელმისაწვდომი წაკითხვისთვის და კოპირებისთვის. მეორე ბიორეაქტორში, სადაც ყინული თბებოდა ნელა, ეს პროცესი დასრულდა დაახლოებით 6 კვირაში. მესამე ბიორეაქტორში, სადაც თბობა იყო უფრო სწრაფი, იგივე პროცესი დასრულდა 3 კვირაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც მოხდა შემდეგ. როცა უჯრედები სრულად გააქტიურდნენ და დაიწყეს მეტაბოლური აქტივობა, მეთანის წარმოების ტემპი არ იყო წრფივი. ის იყო ექსპონენციალური და ის დამოკიდებული იყო არა მხოლოდ ტემპერატურაზე, არამედ პოპულაციის სიმკვრივეზეც. როცა დოქტორმა ჩენმა და მისმა გუნდმა გამოაქვეყნეს თავიანთი პირველი შედეგები, სამეცნიერო საზოგადოება გაიღო. ნახევარი მეცნიერებისა მიიჩნევდა აღმოჩენას რევოლუციურად. მეორე ნახევარი იყო სკეპტიკური. მათი არგუმენტები იყო ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი და გასაგებად, რატომ არის ეს აღმოჩენა ნამდვილად შემაშფოთებელი, უნდა გავიგოთ ეს კრიტიკა და როგორ უპასუხა მას კვლევითმა გუნდმა. პირველი კრიტიკა მოვიდა დოქტორ მაიკლ ბრაუნისგან, გლაციოლოგისგან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. მისი არგუმენტი იყო მარტივი. ლაბორატორიული პირობები არ ასახავს რეალურ პირობებს ანტარქტიდაში. თქვენ აცხელებთ ხინუს კონტროლირებად გარემოში, სადაც არ არის ულტრაიისფერი რადიაცია, სადაც არ არის ქარი, სადაც არ არის წნევის ცვლილებები. რეალურ პირობებში ეს ორგანიზმები შეიძლება საერთოდ არ გაიღვიძონ, ან თუ გაიღვიძებენ, შეიძლება სწრაფად მოკვდნენ. დოქტორმა ჩენმა უპასუხა ამ კრიტიკას ახალი ექსპერიმენტით. მან და მისმა გუნდმა აიღეს ყინულის ნიმუშები და გაათავისუფლეს ისინი პირობებში, რომლებიც უფრო ახლოს იყო რეალურ ანტარქტიკულ გარემოსთან. ისინი გამოიყენეს ულტრაიისფერი ლამპები, რომლებიც ასახავდნენ მზის რადიაციას. ისინი შექმნეს ქარის იმიტაციას, ისინი ცვლიდნენ წნევას. და შედეგი იყო იგივე. არქეები გაიღვიძნენ, დაიწყეს მეტაბოლური აქტივობა და წარმოქმნეს მეთანი. ფაქტობრივად ზოგიერთ პირობებში მეთანის წარმოება იყო უფრო ინტენსიური ვიდრე ტენსიური, ვიდრე კონტროლირებად ლაბორატორიულ გარემოში. მეორე კრიტიკა მოვიდა დოქტორ სარა ჯონსონისგან, მიკრობიოლოგისგან, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. მისი არგუმენტი იყო უფრო ფუნდამენტური. თუნდაც ეს ორგანიზმები გაიღვიძონ და დაიწყონ მეთანის წარმოება, რა მტკიცებულება გვაქვს, რომ ისინი გადარჩებიან თანამედროვე გარემოში. ისინი ევოლუციურად ადაპტირებული არიან სამყაროსთვის, რომელიც არსებობდა 1 მილიარდი წლის წინ. სამყაროსთვის, სადაც არ იყო ჟანგბადი, სადაც იყო განსხვავებული ქიმია, განსხვავებული ტემპერატურა. თანამედროვე გარემო შეიძლება იყოს ტოქსიკური მათთვის. ეს იყო ლეგიტიმური შეშფოთება. ჟანგბადი, რომელიც ახლა შეადგენს 21% ატმოსფეროს, არის ძლიერი ოქსიდანტი. ის რეაგირებს და ანადგურებს მრავალ ორგანულ მოლეკულას. ორგანიზმები, რომლებიც ევოლუციურად განვითარდნენ ჟანგბადის გარეშე, ხშირად ვერ გადარჩებიან ჟანგბადიან გარემოში. მაგრამ დოქტორმა ვუდმა აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. როცა მან გაანალიზა ამ არქეების გენომი, მათი დნმ-ის სრული თანმიმდევრობა, მან იპოვა გენები, რომლებიც კოდირებენ ფერმენტებს, რომლებიც იცავენ უჯრედს ჟანგბადის ტოქსიკური ეფექტებისგან. ეს იყო მოულოდნელი აღმოჩენა. ეს ნიშნავდა, რომ ეს ორგანიზმები, რომლებიც ჩაიყინა 1 მილიარდი წლის წინ, უკვე ჰქონდათ გენეტიკური ინსტრუმენტები ჟანგბადიან გარემოში გადასარჩენად. როგორ? ერთი შესაძლო ახსნა არის ის, რომ ისინი ჩაიყინა არა 1 მილიარდი წლის წინ, არამედ ცოტა მოგვიანებით. შესაძლოა 790 მილიონი წლის წინ.
დიდი ჟანგბადური კატასტროფის შემდეგ, როცა ატმოსფერო უკვე შეიცავდა ჟანგბადს. მაგრამ ეს კვლავ ნიშნავს, რომ ისინი არიან უძველესი ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ოდესმე არ მოჩენილა. მესამე კრიტიკა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და მოვიდა დოქტორ დევიდ ანდერსონისგან, კლიმატოლოგისგან, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. მისი არგუმენტი იყო: თუნდაც ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, არის სწორი, თუნდაც ეს ორგანიზმები გაიღვიძონ, გადარჩნენ და წარმოქმნან მეთანს, რა მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს იქნება საკმარისი რაოდენობა, რომ გავლენა იქონიოს გლობალურ კლიმატზე. ანტარქტიდა არის იზოლირებული კონტინენტი. მეთანი, რომელიც წარმოიქმნება იქ, შეიძლება უბრალოდ დარჩეს ადგილობრივ და არ გავრცელდეს გლობალურად. ეს იყო კრიტიკა, რომელიც მოითხოვდა არა ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, არამედ კომპიუტერულ მოდელირებას და ატმოსფერული მეცნიერების ჩართვას. დოქტორმა ჩენმა თანამშრომლობდა ატმოსფერული ფიზიკოსების გუნდთან, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან. ისინი შექმნეს დეტალური მოდელი, რომელიც ასიმულირებდა, როგორ გავრცელდებოდა მეთანი, რომელიც გამოიყოფა ანტარქტიდაში, მთელ პლანეტაზე. მოდელმა აჩვენა რაღაც შემაშფოთებელი. ანტარქტიდა, მიუხედავად იმისა, რომ არის იზოლირებული, არ არის ატმოსფერულად იზოლირებული. არსებობს ძლიერი ატმოსფერული დინებები, რასაც მეტეოროლოგები უწოდებენ პოლარულ ჯეტს, რომელიც ატარებს ჰაერს ანტარქტიდიდან ჩრდილოეთისკენ. ეს დინებები არის ისეთი ძლიერი, რომ მეთანი, რომელიც გამოიყოფა ანტარქტიდაში, შეიძლება მიაღწიოს სამხრეთ ამერიკას 2 კვირაში, აფრიკას 1 თვეში და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 2 თვეში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მოდელმა აჩვენა მეთანის ქიმიური ქცევის შესახებ ატმოსფეროში. მეთანი არ რჩება მეთანად სამუდამოდ. ის რეაგირებს ჰიდროქსილურ რადიკალებთან, მოლეკულებთან, რომლებიც წარმოიქმნება, როცა მზის ულტრაიისფერი სხივები ურთიერთქმედებენ წყლის ორთქლთან. ეს რეაქცია ანადგურებს მეთანს, მაგრამ წარმოქმნის ნახშირო ჟანგს და წყლის ორთქლს, ორივე სათბური აირი. ასე რომ მეთანი არის არა მხოლოდ პირდაპირი სათბური აირი, არამედ არაპირდაპირი წყარო სხვა სათბური აირებისა. რომ ნამდვილად გავიგოთ, რას ნიშნავს ეს, უნდა გავიხსენოთ, როგორ მუშაობს დედამიწის კლიმატური სისტემა მოლეკულურ დონეზე. წარმოიდგინეთ ერთი მეთანის მოლეკულა, ერთი ნახშირბადის ატომი, რომელსაც გარს აკრავს 4 წყალბადის ატომი. ეს მოლეკულა ატმოსფეროში ატარებს დაახლოებით 12 წელს. ამ 12 წლის განმავლობაში ის აბსორბირებს ინფრაწითელ რადიაციას, სითბოს, რომელიც გამოსხივდება დედამიწის ზედაპირიდან და ხელს უშლის მის გასვლას კოსმოსში. ეს არის სათბური ეფექტი. მაგრამ ერთი მეთანის მოლეკულა აბსორბირებს ბევრად უფრო მეტ სითბოს, ვიდრე ერთი ნახშირორჟანგის მოლეკულა. ზუსტად რამდენად? 25 ჯერ მეტს 100 წლიანი პერიოდის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ემატებით 1 ტონა მეთანს ატმოსფეროში, ეს აქვს იგივე დათბობის ეფექტი, როგორც 25 ტონა ნახშირორჟანგის დამატებას. ეხლა გავამრავლოთ ეს. დოქტორმა ჩენის გუნდის გამოთვლებით, თუ ანტარქტიდის ყინულის მხოლოდ 5% დადნება და გაათავისუფლებს არქეებს მომდევნო 50 წლის განმავლობაში, ეს წარმოქმნის დაახლოებით 1 მილიარდ ტონა მეთანს. ეს ექვივალენტურია 25 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის დამატებისა ატმოსფეროში. რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს, ადამიანობა ამჟამად ემატება დაახლოებით 50 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს ატმოსფეროში ყოველწლიურად. ანტარქტიდის არქეები, თუ ისინი გააქტიურდებიან, დაამატებენ ექვივალენტს ნახევარი წლის ადამიანური ემისიებისა. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი. არსებობს არაპირდაპირი ეფექტებიც, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი. პირველი არაპირდაპირი ეფექტი არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ ალბედოს უკუკავშირს. ალბედო არის ზედაპირის უნარი, ასახოს მზის სხივები. ყინული აქვს მაღალი ალბედო. ის ასახავს დაახლოებით 90% მზის სხივებისა უკან კოსმოსში. მაგრამ როცა ყინული დნება და გამოჩნდება ქვემოთ მდებარე ქანი ან წყალი, ალბედო მკვეთრად მცირდება. ქანი ასახავს მხოლოდ 30% მზის სხივებისა. წყალი ასახავს მხოლოდ 10%-ს. ეს ნიშნავს, რომ როცა ანტარქტიდის ყინული დნება ზედაპირი იწყებს უფრო მეტი სითბოს აბსორბირებას, ეს დამატებითი სითბო აჩქარებს ყინულის დნობას, რაც ამცირებს ალბედოს კიდევ უფრო მეტად, რაც აბსორბირებს კიდევ უფრო მეტ სითბოს. ეს არის კიდევ ერთი დადებითი უკუკავშირის ციკლი, თვითგანმამტკიცებელი პროცესი, რომელიც ხდება სულ უფრო სწრაფი. მეორე არაპირდაპირი ეფექტი არის ოკეანეების როლი. ოკეანეები ამჟამად აბსორბირებენ დაახლოებით 30%-ს ყველა ნახშირო ჟანგისა, რომელსაც ადამიანობა ემატება ატმოსფეროში. ეს არის უზარმაზარი ბუფერი, რომელიც ანელებს გლობალურ დათბობას. მაგრამ ოკეანეების უნარი აბსორბიროს ნახშირო ჟანგი მცირდება ტემპერატურის ზრდასთან ერთად. თბილი წყალი ვერ ინახავს იმდენ გახსნილ აირს, როგორც ცივი წყალი. ეს ნიშნავს, რომ როცა გლობალური ტემპერატურა იზრდება, მათ შორის მეთანის გამო, რომელსაც წარმოქმნიან ანტარქტიდის არქეები,
ოკეანეები იწყებენ ნაკლები ნახშირორჟანგის აბსორბირებას. ეს ტოვებს მეტ ნახშირორჟანგს ატმოსფეროში, რაც აჩქარებს დათბობას, რაც ამცირებს ოკეანეების აბსორბციის უნარს კიდევ უფრო მეტად. მესამე არაპირდაპირი ეფექტი არის პერმაფროსტი. მუდმივად გატინული ნიადაგი, რომელიც ფარავს დაახლოებით 30 მილიონ კვადრატულ კილომეტრს არქტიკაში და სუბარქტიკაში. ეს პერმაფროსტი შეიცავს დაახლოებით 1600 მილიარდ ტონა ნახშირბადს, ორჯერ მეც ვიდრე ამჟამად არის მთელ ატმოსფეროში. ეს ნახშირბადი არის ორგანული მასალა, მკვდარი მცენარეები და ცხოველები, რომლებიც დაიხრჩო და ჩაიყინა ათასობით წლის წინ. როცა პერმაფროსტი დნება, ბაქტერიები იწყებენ ამ ორგანული მასალის დაშლას და წარმოქმნიან ნახშირორჟანგს და მეთანს. ახლა წარმოვიდგინეთ ეს სამი პროცესი: ალბედოს შემცირება, ოკეანეების აბსორბციის შემცირება და პერმაფროსტის დნობა. ყველა მოქმედებს ერთდროულად, ყველა ერთმანეთს აძლიერებს. ანტარქტიდის არქეები წარმოქმნიან მეთანს, რაც ზრდის ტემპერატურას, რაც ადნობს ყინულს, რაც ამცირებს ალბედოს, რაც ზრდის ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად, რაც ამცირებს ოკეანეების აბსორბციას, რაც ტოვებს მეტ ნახშირორჟანგს ატმოსფეროში, რაც ზრდის ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად, რაც ადნობს პერმაფროსტს, რაც ათავისუფლებს მეტ მეთანს და ნახშირორჟანგს, რაც ზრდის ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად. და აქ ჩვენ მივდივართ ფილოსოფიურ კითხვამდე, რომელიც ამ აღმოჩენას ხდის განსაკუთრებით შემაშფოთებელს. ვინ არის პასუხისმგებელი კლიმატის ცვლილებაზე? ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში პასუხი იყო მკაფიო: ადამიანობა. ჩვენ ვწვავთ ნავთობს, ქვანახშირს და გაზს. ჩვენ ვჭრით ტყეებს. ჩვენ ვაწარმოებთ ცემენტს და ფოლადს. ჩვენ ზრდით მსხვილფეხარქოსან პირუტყვს, რომლებიც წარმოქმნიან მეთანს. ჩვენ ვართ მიზეზი. ენ ვართ მიზეზი. მაგრამ ეხლა პირველად ჩვენ ვაწყდებით სიტუაციას, სადაც კლიმატის ცვლილება შეიძლება მოდიოდეს არა ადამიანებისგან, არამედ სიცოცხლისგან. სიცოცხლისგან, რომელიც არსებობდა მილიარდი წლის წინ. სიცოცხლისგან, რომელიც არაფერი იცის ადამიანების შესახებ. სიცოცხლისგან, რომელიც უბრალოდ აკეთებს იმას, რისთვისაც ევოლუციურად არის შექმნილი: გადარჩება და გამრავლება. ეს არქეები არ არიან ბოროტი, ისინი არ არიან კეთილი. ისინი უბრალოდ არიან ცოცხალი. წარმოიდგინეთ ეს პერსპექტივა. ჩვენ ადამიანები ვართ სახეობა, რომელიც არსებობს დაახლოებით 300,000 წლის განმავლობაში. ჩვენი ცივილიზაცია არსებობს დაახლოებით 10,000 წლის განმავლობაში. ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობს 200 წლის განმავლობაში. ეს არქეები არსებობდნენ 1 მილიარდი წლის წინ, პერიოდი, რომელიც 5,000 ჯერ უფრო გრძელია, ვიდრე მთელი ადამიანის ისტორია. ისინი გადარჩნენ პირობებში, რომლებიც გაანადგურებდა ნებისმიერ თანამედროვე ორგანიზმს. ისინი გადარჩნენ 1 მილიარდი წლის გაგინვას. და ახლა, როცა ისინი გაიღვიძებენ, ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რისთვისაც არიან შექმნილი. მაგრამ აქ არის პარადოქსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არქეები არ არიან პასუხისმგებელი კლიმატის ცვლილებაზე, მათი გააქტიურება არის პირდაპირი შედეგი ადამიანის აქტივობისა. ისინი არ გაიღვიძებოდნენ, თუ ჩვენ არ ვაცხელებდით პლანეტას. ისინი არ დაიწყებდნენ მეთანის წარმოებას, თუ ჩვენ არ ვადნობდით ანტარქტიდის ყინულს. ასე რომ, ვინ არის პასუხისმგებელი? ჩვენ, რომლებმაც დავიწყეთ პროცესი, თუ ისინი, რომლებიც აგრძელებენ მას? დოქტორმა ჩენმა და მისმა გუნდმა არ შემოიფარგლნენ მხოლოდ პრობლემის აღწერით. ისინი დაიწყეს ძებნა შესაძლო გადაწყვეტილებებისა. პირველი კითხვა იყო: შეიძლება თუ არა ამ არქეების გააქტიურების თავიდან აცილება? პასუხი სამწუხაროდ არის არა. ანტარქტიდის ყინული უკვე დნება და ეს პროცესი ძალიან რთულია შესაჩერებლად. თუნდაც ადამიანობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სათბური აირის ემისია, რაც რა თქმა უნდა არ მოხდება, პლანეტა გააგრძელებს თბობას კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იმ აირების გამო, რომლებიც უკვე არის ატმოსფეროში. მეორე კითხვა იყო: შეიძლება თუ არა ამ არქეების განადგურება, სანამ ისინი გავრცელდებიან? ეს იყო უფრო რთული კითხვა. თეორიულად შესაძლებელია ანტარქტიდის ყინულის სტერილიზაცია, მაგალითად ულტრაიისფერი რადიაციის გამოყენებით ან ქიმიური აგენტებით. მაგრამ პრაქტიკულად ეს იქნებოდა შეუძლებელი. ანტარქტიდის ყინულის ფარდა შეიცავს 26 მილიონ კუბურ კილომეტრ ყინულს. სტერილიზაცია მოითხოვდა ყოველი კუბური მეტრის დამუშავებას. ამოცანა, რომელიც მოითხოვდა ათასობით წელს და რესურსებს, რომლებიც აღემატება მთელი ადამიანობის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მესამე კითხვა იყო: შეიძლება თუ არა მეთანის, რომელსაც წარმოქმნიან ეს არქეები, ხელოვნური მოცილება ატმოსფეროდან? ეს იყო უფრო პერსპექტიული მიმართულება. არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც შეუძლიათ მეთანის აბსორბირება ატმოსფეროდან, მაგალითად სპეციალური ფილტრები ან ქიმიური რეაქტორები. მაგრამ ეს ტექნოლოგიები ამჟამად არის ძალიან ძვირი და არაეფექტური. მეთანის 1 ტონის მოცილება ატმოსფეროდან ღირს დაახლოებით $1000 მიმდინარე ტექნოლოგიებით.
თუ ანტარქტიდის არქეები წარმოქმნიან 1 მილიარდ ტონა მეთანს, მისი მოცილება ღირდა $1 ტრილიონ, თანხა, რომელიც ექვივალენტურია მთელი მსოფლიო ეკონომიკის 1%-ისა. მეოთხე კითხვა იყო: შეიძლება თუ არა ამ არქეების გენეტიკური მოდიფიკაცია, რათა ისინი არ წარმოქმნიდნენ მეთანს? ეს იყო ყველაზე საინტერესო და ყველაზე საკამათო იდეა. დოქტორმა ვუდმა და მისმა კოლეგებმა დაიწყეს ექსპერიმენტები გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ მოდიფიცირებული ვერსია ამ არქეებისა, რომლებსაც ჰქონდათ ყველა იგივე თვისება: უნარი, გადარჩნენ უკიდურეს პირობებში, უნარი, გაიღვიძონ კრიპტობიოზიდან, მაგრამ რომლებიც წარმოქმნიდნენ არა მეთანს, არამედ რაღაც უუნებელს, მაგალითად, წყალს და ნახშირორ ჟანგს. პირველი ექსპერიმენტები იყო ნაწილობრივ წარმატებული. გუნდმა შეძლო შეექმნა მოდიფიცირებული არქეები, რომლებიც წარმოქმნიდნენ 90%-ით ნაკლებ მეთანს, ვიდრე ორიგინალური ვერსია. მაგრამ აქ წამოიჭრა ეთიკური და პრაქტიკული კითხვები. პირველი. უსაფრთხოა თუ არა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გათავისუფლება ანტარქტიდის გარემოში? რა მოხდება თუ ისინი გავრცელდებიან უკონტროლოდ? რა მოხდება თუ ისინი კონკურენციას გაუწევენ ბუნებრივ ორგანიზმებს? მეორე. როგორ შეიძლება ამ მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება მთელ ანტარქტიდაში? ანტარქტიდა არის კონტინენტი, რომლის ფართობი აღემატება ევროპას. როგორ შეიძლება ტრილიონობით ტრილიონი მოდიფიცირებული არქეების გავრცელება ყველგან, სადაც არის ბუნებრივი არქეები? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ისტორიკოსი. 2100 წელს, 74 წლის შემდეგ. თქვენ წერთ წიგნს 21 საუკუნის შესახებ. საუკუნის შესახებ, როცა ადამიანობამ აღმოაჩინა, რომ კლიმატის ცვლილება შეიძლება მოდიოდეს არა მხოლოდ ადამიანური აქტივობიდან, არამედ ძველი სიცოცხლის გაღვიძებიდან. როგორ ახტერდით ამ მომენტს? როგორ ახსნიდით, რატომ არ შეძლო ადამიანობამ თავიდან აეცილებინა ის, რაც მოხდა? შესაძლოა თქვენ დაწერდით. 2026 წელს, იანვარში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაღაც, რამაც უნდა შეცვალოს ყველაფერი. ისინი იპოვეს მტკიცებულება, რომ დედამიწის კლიმატური სისტემა იყო ბევრად უფრო რთული და ურთიერთდაკავშირებული, ვიდრე ვფიქრობდით. ისინი იპოვეს მტკიცებულება, რომ ძველი სიცოცხლე, რომელიც იყო გაკინული მილიარდი წლის განმავლობაში, შეიძლება გაიღვიძოს და გავლენა იქონიოს თანამედროვე კლიმატზე. მაგრამ ეს აღმოჩენა მოვიდა ძალიან გვიან. პროცესი უკვე დაწყებული იყო. ანტარქტიდის ყინული უკვე დნებოდა, არქეები უკვე იღვიძებდებდნენ. ან შესაძლოა თქვენ დაწერდით. 2026 წელს ადამიანობას ჰქონდა არჩევანი. ისინი შეიძლებოდა მიეღოთ დრამატული ზომები სათბური აირების ემისიების შესამცირებლად, ანტარქტიდის ყინულის დნობშესობის შესანელებლად, არქეების გააქტიურების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს ზომები მოითხოვდა უპრეცედენტო გლობალურ თანამშრომლობას, უზარმაზარ ეკონომიკურ ინვესტიციებს და ფუნდამენტურ ცვლილებებს იმაში, თუ როგორ ცხოვრობდა ადამიანობა. და ადამიანობა, როგორც ხშირად ხდება ისტორიაში, არ შეძლო სწრაფად მოქმედება. ან შესაძლოა თქვენ დაწერდით რაღაც სრულიად განსხვავებულს. 2026 წელს ადამიანობამ აღმოაჩინა რაღაც, რამაც შეცვალა ჩვენი გაგება სიცოცხლის, დროის და პასუხისმგებლობის შესახებ. ისინი აღმოაჩინეს, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ აქტორები ისტორიაში, არამედ ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ყველა სიცოცხლეს, წარსულს, აწმყოს და მომავალს. და ეს გაგება გახდა საფუძველი ახალი ეპოქისა, როცა ადამიანობამ ისწავლა ცხოვრება არა როგორც დომინანტურმა სახეობამ, არამედ როგორც პასუხისმგებელმა მეურვემ პლანეტისა. რომელი ამ სცენარებისა გახდება რეალობა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ადამიანობა მომდევნო 10 წლეულებში. მაგრამ ერთი რამ არის დარწმუნებული: დრო იწურება. წარმოიდგინეთ დედამიწა კოსმოსიდან. ლურჯი მარბლი, რომელიც ბრუნავს სიცარიელეში. ახლა გაადიდეთ ანტარქტიდა, თეთრი კონტინენტი სამხრეთ პოლუსზე, რომელიც ფარავს 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრს. ახლა გაადიდეთ კიდევ უფრო მეტად, სანამ არ დაინახავთ ცალკეულ ყინულის კრისტალებს. თითოეული შეიცავს მილიარდობით არქეას, რომლებიც იღვიძებენ თავიანთი მილიარდწლიანი ძილიდან. ახლა გაიწყეთ გადახედვა საპირისპირო მიმართულებით, უკან კოსმოსისკენ და დაინახავთ, როგორ ვრცელდება ეფექტი. მეთანი, რომელსაც წარმოქმნიან ეს მიკროსკოპული ორგანიზმები, არ რჩება ანტარქტიდაში. ატმოსფერული დინებები, გიგანტური ჰაერის მდინარეები, რომლებიც მოძრაობენ ათასობით კილომეტრის საათში, ატარებენ მას ჩრდილოეთისკენ. პირველ კვირაში მეთანი აღწევს სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ჯვერს, პატაგონიას, სადაც გლაციოლოგები უკვე აფიქსირებენ ყინულის დნობის აჩქარებას. მეორე კვირაში ის აღწევს ბრაზილიას, სადაც ამაზონის ტყეები, პლანეტის ფილტვები უკვე განიცდიან სტრესს გაზრდილი ტემპერატურისა და გვალვის გამო. მესამე კვირაში მეთანი კვეთს ეკვატორს და შედის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
ის აღწევს აფრიკას, სადაც საჰელის რეგიონში, უდაბნოსა და სავანას შორის გარდამავალ ზონაში 30 მილიონი ადამიანი უკვე ებრძვის გვალვას და სასურსათო უსაფრთხოებას. ის აღწევს ევროპას, სადაც ალპების გლაციერები კარგავენ მასის 5%-ს ყოველწლიურად. ის აღწევს აზიას, სადაც ჰიმალაის ყინულები, წყლის წყარო 2 მილიარდი ადამიანისთვის, დნება რეკორდული ტემპით. და ყველგან სადაც მიდის ეს მეთანი, ის ამატებს სითბოს. არა დრამატულად, არა ისე რომ ადამიანებმა შეამჩნიონ ერთი დრიდან მეორეზე, არამედ თანდათანობით, უხილავად, დაუღალავად. 0,01 გრადუსი აქ, 0,02 გრადუსი იქ. მაგრამ ეს მცირე ცვლილებები ემატება ერთმანეთს, მრავლდება, ურთიერთქმედებენ სხვა სისტემებთან. დოქტორმა ჩენის გუნდმა გააფართოვა თავიანთი კვლევა. ისინი აღარ იყვნენ კმაყოფილი უბრალოდ იმის გაგებით, თუ რა ხდება ანტარქტიდაში. ისინი უნდა გაეგოთ, რა მოხდებოდა მთელ პლანეტაზე. ამისთვის ისინი თანამშრომლობდნენ კლიმატოლოგების საერთაშორისო ქსელთან, მეცნიერებთან 30 ქვეყნიდან, რომლებიც მუშაობდნენ ყველაზე მძლავრ კლიმატურ მოდელებზე, რომლებიც ოდესმე შეიქმნა. ეს მოდელები არის კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც ასიმულირებენ დედამიწის კლიმატურ სისტემას. ისინი ყოფენ პლანეტას მილიონობით პატარა კუბად, თითოეული დაახლოებით 100 კილომეტრზე 100 კილომეტრზე 1 კილომეტრზე და გამოთვლიან, რა ხდება თითოეულ ამ კუბში ყოველ საათში. ისინი ითვალისწინებენ ყველაფერს, მზის რადიაციას, ატმოსფერულ დინებებს, ოკეანის დინებებს, ღრობლების ფორმირებას, ყინულის დნობას, მცენარეების ზრდას, ნიადაგის ტენიანობას, ვულკანურ აქტივობას. და ახლა პირველად ისინი ამატებდნენ ახალ ფაქტორს – ანტარქტიდის არქეებს. გუნდმა შექმნა 3 სცენარი. პირველი სცენარი ოპტიმისტური. ვარაუდობდა, რომ ანტარქტიდის ყინულის მხოლოდ 2% დადნება და გაათავისუფლებს არქეებს მომდევნო 50 წლის განმავლობაში. მეორე სცენარი საშუალო, ვარაუდობდა 5%-ს. მესამე სცენარი პესიმისტური, ვარაუდობდა 10%-ს. თუ დადებითი უკუკავშირის ციკლები გახდება განსაკუთრებით ძლიერი. მოდელები მუშაობდნენ 2 კვირის განმავლობაში, გამოიყენებდნენ ზე სუპერკომპიუტერებს 10 ქვეყნიდან, ამუშავებდნენ პეტაბაიტობით მონაცემებს. როცა შედეგები გამოვიდა, ისინი იყო უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე ვინმე მოელოდა. არა იმიტომ, რომ ისინი აჩვენებდნენ კატასტროფულ ტემპერატურის ზრდას. არა. ტემპერატურის ზრდა იყო მხოლოდ დამატებითი 0,3-დან 0,8 გრადუსამდე ცელსიუსით, დამოკიდებულია სცენარზე. არამედ იმიტომ, რომ ისინი აჩვენებდნენ, როგორ ვრცელდება ეს ცვლილება მთელ პლანეტაზე, როგორ ურთიერთქმედებს ის სხვა სისტემებთან, როგორ ქმნის ის კასკადურ ეფექტებს, რომლებიც ცვლის ყველაფერს. არქტიკაში, სადაც ტემპერატურა უკვე იზრდება 2-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე გლობალური საშუალო, დამატებითი მეთანი ანტარქტიდიდან აჩქარებდა პერმაფროსტის დნობას. მოდელი აჩვენებდა, რომ საშუალო სცენარში დამატებითი 250 მილიარდი ტონა ნახშირბადი გამოთავისუფლებოდა არქტიკული პერმაფროსტიდან 50 წლის განმავლობაში. რაოდენობა, რომელიც ექვივალენტურია 6 წელს ადამიანური ნახშირორჟანგის ემისიებისა. ეს ნახშირბადი გამოთავისუფლებოდა როგორც ნახშირორჟანგი და მეთანი, კიდევ უფრო აჩქარებდა დათბობა. ტროპიკებში, სადაც ამაზონის, კონგოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეები ამჟამად აბსორბირებენ დაახლოებით 30%-ს ყველა ადამიანური ნახშირორჟანგის ემისიებისა, დამატებითი სითბო და გვალვა ცვლიდა ამ ტყეების ქცევას. მოდელი აჩვენებდა, რომ საშუალო სცენარში ამაზონის ტყის დაახლოებით 15% გარდაიქმნებოდა სავანად 50 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავდა, რომ ტყე, რომელიც ამჟამად არის ნახშირბადის ჩამთველი, ის აბსორბირებს მეტ ნახშირბადს ვიდრე გამოყოფს, გახდებოდა ნახშირბადის წყარო, ის გამოყოფდა მეტ ნახშირბადს, ვიდრე აბსორბირებს. ოკეანეებში, რომლებიც ფარავენ 70%-ს პლანეტის ზედაპირისა და ამჟამად აბსორბირებენ 30%-ს ადამიანური ნახშირორჟანგის ემისიებისა, დამატებითი სითბო ცვლიდა და ფუნდამენტურ პროცესებს. მოდელი აჩვენებდა, რომ საშუალო სცენარში ოკეანეების უნარი აბსორბიროს ნახშირორჟანგი შემცირდებოდა დაახლოებით 15%-ით 50 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავდა, რომ მეტი ნახშირორჟანგი დარჩებოდა ატმოსფეროში, კიდევ უფრო აჩქარებდა დათბობას. მაგრამ ეს რიცხვები, გრადუსები, ტონები, პროცენტები არ ასახავს რეალურ ადამიანურ ფასს. რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს რეალურად, უნდა გადავიდეთ აბსტრაქტული მოდელებიდან კონკრეტულ ადამიანურ ისტორიებზე. ისტორიებზე, რომლებიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ რომლებიც შეიძლება მოხდეს, თუ ეს სცენარები გახდება რეალობა. წარმოიდგინეთ ფერმერი ბანგლადეშში 2046 წელს. მისი სახელია რახიმი, მას 50 წელია, ჰყავს ცოლი და 3 შვილი. ის ამუშავებს მცირე ფართობის მიწას განდის დელტაში, რეგიონში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და ყველაზე დაუცველი დედამიწაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში რახიმმა შენიშნა ცვლილებები. წვიმები გახდა უფრო არაპროგნოზირებადი.
გვალვები გახდა უფრო ხანგრძლივი, წყალდიდობები გახდა უფრო ხშირი და უფრო ძლიერი. მაგრამ ის ადაპტირდა. შეცვალა კულტურები, რომლებსაც ამუშავებდა, ააშენა უფრო მაღალი დამბები, დააზღვა თავისი მოსავალი. ეხლა წარმოიდგინეთ რახიმი 2056 წელს, 10 წლის შემდეგ. ანტარქტიდის არქეები უკვე გააქტიურებულია 5 წლის განმავლობაში. მათ მიერ წარმოებული მეთანი უკვე დაამატა 0,2 გრადუსი გლობალურ ტემპერატურას. ეს ჟრევს მცირედ, მაგრამ ბანგლადეშში ეს ნიშნავს, რომ ზაფხულის ტემპერატურა ახლა რეგულარულად აღწევს 45 გრადუსს. ტემპერატურას, რომელშიც ადამიანის სხეული ვერ ინარჩუნებს ნორმალურ ფუნქციონირებას გარესამუშაოს დროს. ეს ნიშნავს, რომ მუსონური წვიმები გახდა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი. ზოგიერთ წელს ძალიან ბევრი წვიმა, ზოგიერთ წელს ძალიან ცოტა. ეს ნიშნავს, რომ ზღვის დონე აიმაღლა დამატებით 10 სანტიმეტრით და რახიმის მიწის ნახევარი ახლა რეგულარულად იტბორება მარილიანი წყლით, რაორება მარილიანი წყლით, რაც ხდის მას გამოუსადეგარს სოფლის მეურნეობისთვის. რახიმმა დაკარგა თავისი მოსავლის 50%. მისი შემოსავალი შემცირდა ნახევრით. ის აღარ შეუძლია თავისი შვილების სკოლაში გაგზავნა. ის ფიქრობს მიგრაციაზე, შესაძლოა დაკას, შესაძლოა ინდოეთში, შესაძლოა უფრო შორს. მაგრამ ის იცის, რომ მილიონობით სხვა ადამიანი ფიქრობს იმავეზე. სადაც წავიდეს, ვინ მიიღებს მას? ახლა გაამრავლეთ რახიმის ისტორია მილიონჯერ. ბანგლადეშში ცხოვრობს 170 მილიონი ადამიანი და დაახლოებით 30 მილიონი მათგანი ცხოვრობს რეგიონებში, რომლებიც დაუცველია ზღვის დონის აწევისა და კლიმატის ცვლილების მიმართ. ახლა დაამატეთ ინდოეთი, სადაც 130 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სანაპირო რეგიონებში. დაამატეთ ვიეტნამი, ინდონეზია, ფილიპინები, ნიგერია, ეგვიპტე. სულ დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს რეგიონებში, რომლებიც იქნება მნიშვნელოვნად დაზარალებული კლიმატის ცვლილებით მომდევნო 50 წლის განმავლობაში. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც ხდის ამ სიტუაციას კიდევ უფრო რთულს. კლიმატის ცვლილება არ არის ერთნაირად ცუდი ყველასთვის. ზოგიერთ რეგიონში, ზოგიერთ ადამიანისთვის ის შეიძლება იყოს სარგებელი, მაინც მოკლევადი ამ პერსპექტივაში. წარმოიდგინეთ ფერმერი კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში. მისი სახელია ჯონი, მას 55 წელია. ის ამუშავებს 2000 ჰექტარ მიწას, რომელზეც ზრდის ხორბალს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯონმა შენიშნა ცვლილებები. გაზაფხული მოდის 2 კვირით ადრე. შემოდგომა გრძელდება 2 კვირით მეთხანს. ზამთარი არის უფრო რბილი. ეს ნიშნავს უფრო გრძელ მოსავლის სეზონს, ნაკლებ გაკინვას, ნაკლებ ზიანს. ჯონის მოსავალი გაიზარდა 30%-ით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეხლა წარმოიდგინეთ ჯონი 2056 წელს. დამატებითი 0,2 გრადუსი. გლობალური დათბობა ნიშნავს, რომ სასკაჩევანში მოსავლის სეზონი ახლა არის 1 თვით უფრო გრძელი ვიდრე 20 წლის წინ. ჯონს ახლა შეუძლია ზრდა კულტურები, რომლებიც ადრე იყო შესაძლებელი მხოლოდ უფრო სამხრეთით. მისი მოსავალი გაიზარდა 50%-ით. მისი შემოსავალი გაორმაგდა. ის ყიდულობს მეტ მიწას, ყიდულობს ახალ ტექნიკას, აშენებს ახალ სახლს. ეს არის პარადოქსი კლიმატის ცვლილებისა. ის, რაც არის კატასტროფა ერთი ადამიანისთვის, შეიძლება იყოს შესაძლებლობა მეორისთვის. ის, რაც არის ტრაგედია ერთ რეგიონში, შეიძლება იყოს სარგებელი მეორეში. მაგრამ ეს პარადოქსი არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება არის ნეიტრალური ან დადებითი მთლიანობაში, რადგან პირველი მოგებულები არიან ბევრად ნაკლები ვიდრე დამარცხებულები. მეორე, მოგება არის ხშირად მოკლევადიანი და მესამე, თუნდაც ის რეგიონები, რომლებიც ამჟამად იგებენ, საბოლოოდ დაკარგავენ, როცა დათბობა გაგრძელდება. ჯონი, კანადელი ფერმერი ამჟამად იგებს, მაგრამ 2056 წელს ის იწყებს შენიშვნას ახალი პრობლემების. გვალვები, რომლებიც ადრე იყო იშვიათი, ახლა ხდება უფრო ხშირი. ახალი მავნებლები და დაავადებები, რომლებიც ადრე არ შეეძლოთ გადარჩენა ცივ ზამთარში, ახლა ვრცელდებიან ჩრდილოეთისკენ. ნიადაგი, რომელიც ადრე იყო გაყინული ზამთარში, ახლა დნება და კარგავს თავის სტრუქტურას. და ის იცის, რომ თუ დათბობა გაგრძელდება და ყველა პროგნოზი ამბობს, რომ გაგრძელდება, საბოლოოდ მისი რეგიონიც გახდება ძალიან თბილი, ძალიან მშრალი, ძალიან არასტაბილური სოფლის მეურნეობისთვის. დოქტორმა ჩენის გუნდმა გააფართოვა თავიანთი კვლევა კიდევ ერთი მიმართულებით. ისინი თანამშრომლობდნენ სოციოლოგებთან, ეკონომისტებთან, პოლიტოლოგებთან, მეცნიერებთან, რომლებიც სწავლობენ არა ბუნებრივ სისტემებს, არამედ ადამიანურ სისტემებს. კითხვა იყო, როგორ უპასუხებს ადამიანობა ამ გამოწვევას? როგორ შეიცვლება საზოგადოებები, ეკონომიკები, პოლიტიკური სისტემები? ისინი შექმნეს კომპიუტერული მოდელები, რომლებიც ასიმულირებდნენ არა მხოლოდ ფიზიკურ კლიმატს, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებსაც. ეს მოდელები ითვალისწინებდნენ ფაქტორებს, როგორიცაა მოსახლეობის ზრდა, ეკონომიკური განვითარება, ტექნოლოგიური პროგრესი, პოლიტიკური სტაბილურობა, საერთაშორისო თანამშრომლობა, სოციალური უთანასწორობა,
მიგრაციის ნაკადები, რესურსების კონფლიქტები. პირველი სცენარი – გლობალური თანამშრომლობა. ვარაუდობდა, რომ ქვეყნები მოქმედებენ სწრაფად და კოორდინირებულად. ისინი მკვეთრად ამცირებენ სათბური აირების ემისიებს, ინვესტირებენ მასიურად განახლებად ენერგიაში, ქმნიან გლობალურ ფონდს კლიმატის ადაპტიისთვის, ახალიბებენ საერთაშორისო შეთანხმებებს მიგრაციის მართვისთვის. ამ სცენარში ანტარქტიდის არქეების გავლენა მაინც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მართვადი. გლობალური ტემპერატურა იზრდება დამატებით 0,3 გრადუსით 50 წლის განმავლობაში. დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს უწევს მიგრაცია. ეკონომიკური ზარალი არის დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარი. მაგრამ ცივილიზაცია გადარჩება, ადაპტირდება, საბოლოოდ სტაბილიზდება. მეორე სცენარი – ფრაგმენტირებული პასუხი. ვარაუდობდა, რომ ქვეყნები მოქმედებენ არათანმიმდევრულად. ზოგიერთი ქვეყანა იღებს აგრესიულ ზომებს, სხვები არა. საერთაშორისო თანამშრომლობა არის სუსტი. ეკონომიკური კონკურენცია და პოლიტიკური დაძაბულობა თხელს უშლის ეფექტურ მოქმედებას. ამ სცენაში ანტარქტიდის არქეების გავლენა არის უფრო მძიმე. გლობალური ტემპერატურა იზრდება დამატებით 0,6 გრადუსით. დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს უწევს მიგრაცია. ეკონომიკური ზარალი არის დაახლოებით 15 ტრილიონი დოლარი. სოციალური დაძაბულობა იზრდება. კონფლიქტები ხდება უფრო ხშირი. მესამე სცენარი – კოლაფსი. ვარაუდობდა უარეს შემთხვევას. ქვეყნები ვერ მოქმედებენ ეფექტურად. საერთაშორისო თანამშრომლობა იშლება. ეკონომიკური კრიზისები და პოლიტიკური არასტაბილურობა ხელს უშლის ადაპტაციას. დადებითი უკუკავშირის ციკლები, ანტარქტიდის არქეები, პერმაფროსტის დნობა, ტყეების დეგრადაცია, ოკეანეების აბსორბციის შემცირება ყველა მოქმედებს ერთდროულად და ქმნის თვითგანმამტკიცებელ კატასტროფას. გლობალური ტემპერატურა იზრდება დამატებით 1 გრადუსით ან მეტით. მილიარდზე მეტ ადამიანს უწევს მიგრაცია. ეკონომიკური სისტემები იშლებიან. სოციალური წესრიგი იშლება ზოგიერთ რეგიონში. რომელი ამ სცენარებისა გახდება რეალობა? მოდელები არ შეუძლიათ პასუხისგაცემა ამ კითხვაზე, რადგან ეს დამოკიდებულია არა ფიზიკურ კანონებზე, არამედ ადამიანურ არჩევანზე. არჩევანზე, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ მომდევნო წლებში, მომდევნო 10 წლეულებში. წარმოიდგინეთ დრო როგორც მდინარე, რომელიც მიედინება წარსულიდან მომავლისკენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მდინარე არ არის წრფივი, არამედ შეიცავს მარყუჟებს, მომენტებს, სადაც მომავალი უკან უბრუნდება და გავლენას ახდენს წარსულზე. ანტარქტიდის არქეები არიან ასეთი მარყუჟი. 1 მილიარდი წლის წინ ეს ორგანიზმები ცხოვრობდნენ დედამიწაზე, წარმოქმნიდნენ მეთანს, ცვლიდნენ ატმოსფეროს. შემდეგ ისინი ჩაიყინა ყინულში, გაჩერდნენ დროში, შევიდნენ მდგომარეობაში, რომელიც არც ცოცხალია და არც მკვდარი. ისინი დარჩნენ იქ 1 მილიარდი წლის განმავლობაში, ხოლო გარშემო მათი სამყარო სრულიად შეიცვალა. მრავალუჯრედოვანი სიცოცხლე გაჩნდა. ცხოველები და მცენარეები ევოლუციურად განვითარდნენ. ადამიანები გაჩნდნენ, შექმნეს ცივილიზაცია, დაიწყეს პლანეტის ტრანსფორმაცია. და ახლა 2026 წელს ეს ორგანიზმები იღვიძებენ. ისინი უბრუნდებიან აქტიურ სიცოცხლეს. ისინი იწყებენ იმავე პროცესს, რომელსაც აკეთებდნენ 1 მილიარდი წლის წინ, მეთანის წარმოებას. მაგრამ ახლა ამ სამყაროში ეს პროცესი აქვს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა. ის არ ქმნის პირობებს ახალი სიცოცხლისთვის. ის ემუქრება არსებულ სიცოცხლეს, მათ შორის ადამიანურ ცივილიზაციას. ეს არის დროის მარყუჟი. წარსული, რომელიც ჩაიყინა და შენარჩუნდა, ახლა უბრუნდება და ცვლის მომავალს. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მარყუჟი, უფრო რთული. ის, რაც აღვიძებს ამ წარსულს, არის მომავალი, ან უფრო ზუსტად, ის, რაც იყო მომავალი და ახლა არის აწმყო. ადამიანური ცივილიზაცია, რომელიც განვითარდა ბოლო 200 წლის განმავლობაში, შექმნა პირობები, გლობალური დათბობა, ყინულის დნობა, რომლებიც აღვიძებენ ძველ სიცოცხლეს. და ეს ძველი სიცოცხლე ახლა აჩქარებს იმ პროცესს, რომელმაც გააღვიძა ის. წარმოიდგინეთ ეს როგორც უკუკავშირის მარყუჟი დროში. ადამიანები ცვლიან კლიმატს, კლიმატის ცვლილება ადნობს ყინულს, ყინულის დნობა აღვიძებს არქეებს, არქეები წარმოქმნიან მეთანს, მეთანი აჩქარებს კლიმატის ცვლილებას, კლიმატის ცვლილება ადნობს მეტ ყინულს, მეტი ყინულის დნობა აღვიძებს მეტ არქეებს. ეს არის მარყუჟი, რომელიც თავის თავს აძლიერებს, ხდება სულ უფრო სწრაფი, სულ უფრო ძლიერი. და აქ ჩვენ მივდივართ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ კითხვამდე. რა პასუხისგებლობა გვაქვს მომავლის წინაშე? არა მხოლოდ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლის წინაშე, არამედ შორეული მომავლის წინაშე, მომავლის, რომელიც შეიძლება იყოს 100-ულ ან 1000-ულ წელში. ადამიანური ცივილიზაცია ამჟამად მდგომარეობს კრიტიკულ მომენტში. ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელსაც აქვს უნარი მნიშვნელოვნად შეცვალოს პლანეტის კლიმატი. ჩვენ ვართ ასევე ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს ყველაზე კატასტროფული შედეგები. არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ ახლა, მომდევნო წლებში, მომდევნო 10 წლეულებში, ებში განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ მომავალს ათასობით თაობისა,
რომლებიც მოვლენ ჩვენ შემდეგ. დოქტორმა ჩენმა ინტერვიუში BBC-ისთვის 2026 წლის მარტში თქვა რაღაც, რამაც გახდა ფართოდ ციტირებული. ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ დედამიწა აქვს მეხსიერება. ყინული ინახავს არა მხოლოდ წარსულის ქიმიას, არამედ წარსულის სიცოცხლესაც. და ეს სიცოცხლე, როცა გაიღვიძებს, შეიძლება შეცვალოს მომავალი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქმედებები ახლა, ჩვენი არჩევანი, წვას ნავთობი ან არა, ჭრას ტყეები ან არა, ინვესტირებას განახლებად ენერგიაში ან არა, ეს მოქმედებები არ გავლენას ახდენს მხოლოდ ჩვენზე. ისინი გავლენას ახდენენ სიცოცხლეზე, რომელიც არსებობდა მილიარდი წლის წინ და რომელიც ახლა იღვიძებს. ისინი გავლენას ახდენენ სიცოცხლეზე, რომელიც იარსებებს 1000 წლის შემდეგ. ჩვენ ვართ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მაგრამ პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფიური კონცეფცია. ის არის კონკრეტული, პრაქტიკული, გადაუდებელი. ყოველი ტონა ნახშირ ორჟანგი, რომელსაც ჩვენ ვამატებთ ატმოსფეროში ახლა, დარჩება იქ 100 წელს. ყოველი გრადუსი დათბობა, რომელსაც ჩვენ ვიწვევთ ახლა, გააჩქარებს პროცესებს, რომლებიც შეიძლება გახდეს შეუქცევადი. ყოველი წელი, რომელსაც ჩვენ ვაყოვნებთ მოქმედებას, ხდის პრობლემას უფრო რთულს, უფრო ძვირს, უფრო საშიშს. და ახლა, როცა ჩვენ გავიგეთ მასშტაბი პრობლემისა, როგორ ვრცელდება ის ანტარქტიდიდან მთელ პლანეტაზე, როგორ გავლენას ახდენს ის ფიზიკურ კლიმატზე, ეკოსისტემებზე, ადამიანურ საზოგადოებებზე, ჩვენ უნდა დავსვათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? არსებობს თუ არა გზა ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად? ან მაინც შესამცირებლად? ან მაინც ადაპტირებისთვის? პასუხი არის რთული, მრავალშრიანი და დამოკიდებულია არა მხოლოდ მეცნიერებაზე და ტექნოლოგიაზე, არამედ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ არჩევანზე. მაგრამ ერთი რამ არის დარწმუნებული. დრო მოქმედებისთვის მცირდება. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ ველოდებით, ანტარქტიდის ყინული კარგავს დაახლოებით 400 მილიონ ტონას. ყოველი დღე მეტი არქეები იღვიძებენ. ყოველი დღე მეტი მეთანი ემატება ატმოსფეროს. ყოველი დღე ჩვენ მივდივართ უფრო ახლოს წერტილთან, საიდანაც შეიძლება აღარ იყოს დაბრუნება. წარმოიდგინეთ საათი, რომელიც ტიკ-ტაკებს. არა ჩვეულებრივი საათი, არამედ საათი, რომელიც ზომავს არა წამებს, არამედ შესაძლებლობებს. ყოველი ტიკ-ტაკი არის მომენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. ყოველი გიგავლილი მომენტი არის დაკარგული შესაძლებლობა. და ეს საათი ტიკ-ტაკებს სულ უფრო სწრაფად. 2026 წელს, იანვარში, როცა დოქტორმა ჩენმა გამოაცხადა თავისი აღმოჩენა, მსოფლიოს ჰქონდა დაახლოებით 50 წელი, ერთი თაობა, რათა მოექცია სანამ ანტარქტიდის არქეების გავლენა გახდებოდა შეუქცევადი. 50 წელი ჟღერს როგორც გრძელი დრო, მაგრამ კლიმატის მეცნიერებაში, ენერგეტიკულ სისტემებში, გლობალურ პოლიტიკაში 50 წელი არის მომენტი, მოკლე ფანჯარა, რომლის განმავლობაშიც ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს. რომ გავიგოთ რატომ, უნდა გავიხსენოთ, რამდენ დრო სჭირდება დიდ სისტემებს ტრანსფორმაციისთვის. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები, გადამცემი ხაზები, განაწილების ქსელები აშენებულია 10 წლეულების განმავლობაში და მუშაობს 10 წლეულების განმავლობაში. ქალაქები, რომლებიც დაპროექტებულია ავტომობილებისთვის, არ შეიძლება გადაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ რამეში. ინდუსტრიები, რომლებიც დამოკიდებულია ნავთობზე და გაზზე, არ შეიძლება გადავიდნენ განახლებად ენერგიაზე ერთ წელში. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანური ქცევა, კულტურა, ღირებულებები. ეს ყველაფერი იცვლება კიდევ უფრო ნელა. მაგრამ ეხლა 2026 წლის მარტში, 3 თვის შემდეგ პირველი გამოქვეყნებისა, რაღაც იცვლება. არა ფიზიკურ სამყაროში, ანტარქტიდის ყინული კვლავ დნება იმავე ტემპით, არქეები კვლავ ირღვიძებენ იმავე სიჩქარით, არამედ ადამიანურ გონებაში. პირველად მილიონობით ადამიანი, შემდეგ ასეულობით მილიონი, იწყებენ გაგებას, რომ კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ შორეული საფრთხე, არამედ დაუყოვნებელი რეალობა. და ეს გაგება იწყებს ქმედებას. მე ვიცი, რას ფიქრობთ. ვიცი, რადგან მეც ვფიქრობდი იმავეზე, როცა პირველად გავიგე ამ ისტორიის შესახებ. კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი. კიდევ ერთი მეცნიერი, რომელიც გვეუბნება, რომ სამყარო მთავრდება. რამდენჯერ გვსმენია ეს უკვე? და თქვენ მართალი ხართ, იყოთ სკეპტიკური. მეცნიერება მუშაობს სკეპტიციზმის საფუძველზე, კითხვების დასმაზე, მტკიცებულებების მოთხოვნაზე, პროგნოზების ტესტირებაზე. ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩვენ გვსმენია უამრავი პროგნოზი კლიმატის კატასტროფის შესახებ. ზოგიერთი მათგანი იყო გადაჭარბებული, ზოგიერთი იყო დაფუძნებული არასრულ მონაცემებზე. ზოგიერთი უბრალოდ არასწორი. მაგრამ აქ არის განსხვავება ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ეს არ არის პროგნოზი იმის შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს. ეს არის დაკვირვება იმის შესახებ, რაც უკვე ხდება. არქეები არ არის თეორია. ისინი არიან რეალური ორგანიზმები, რომლებიც გამოკვლეულია ლაბორატორიებში 10 ქვეყნის მიერ.
მათი უნარი წარმოქმნან მეთანი არ არის ჰიპოთეზა, ის არის გაზომილი, დოკუმენტირებული ფაქტი. ანტარქტიდის ხინულის დნობა არ არის მოდელის პროგნოზი. ის არის სატელიტური მონაცემები, რომლებიც აღირიცხება ყოველდღიურად. დოქტორმა ჩენმა პრეს-კონფერენციაზე ლონდონში 2026 წლის თებერვალში თქვა რაღაც, რაც ასახავს მეცნიერების ნამდვილ პოზიციას. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება. ჩვენ არ შეგვიძლია გითხრათ, რომ გლობალური ტემპერატურა გაიზრდება ზუსტად 0,5 გრადუსით ან 0,7 გრადუსით. ჩვენ არ შეგვიძლია გითხრათ, რომ ზუსტად 200 მილიონ ადამიანს მოუწევს მიგრაცია, მაგრამ ჩვენ ვიცით მიმართულება. ჩვენ ვიცით, რომ ანტარქტიდის ხინული დნება. ჩვენ ვიცით, რომ არქეები იღვიძებენ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი წარმოქმნიან მეთანს. ჩვენ ვიცით, რომ მეთანი არის ძლიერი სათბური აირი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ერთად ქმნის დადებით უკავშირს, რომელიც აჩქარებს გლობალურ დათბობას. დეტალები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საერთო სურათი არის მკაფიო. და აქ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მეცნიერება არ ითხოვს ბრმა რწმენას. ის გვთავაზობს მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს, გადამოწმდეს, გაანალიზდეს. ყველა მონაცემი დოქტორ ჩენის კვლევიდან არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ყველა მეთოდოლოგია არის გამჭვირვალე. ყველა დასკვნა არის ღია კრიტიკისთვის და გადასინჯვისთვის. ეს არის როგორ მუშაობს მეცნიერება, არა როგორც დოგმა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას. მაგრამ სკეპტიციზმი რამდენადაც მნიშვნელოვანია, არ არის საკმარისი. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ პრაგმატულები. ჩვენ უნდა ვკითხოთ, რა კითხოთ, რა შეგვიძლია რეალურად გავაკეთოთ. არსებობს თუ არა ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება დაგვიხმაროს. არსებობს თუ არა სტრენოგიები, რომლებიც შეიძლება იმუშაოს. პასუხი არის დიახ, მაგრამ არა ერთი მაგიური გადაწყვეტა, არამედ კომბინაცია მრავალი მიდგომისა, რომელთაგან თითოეული ცვლილს შეიტანს. წარმოიდგინეთ ეს როგორც ომი, რომელიც უნდა გაიმარჯვოს არა ერთი გადამწყვეტი ბრძოლით, არამედ ათასობით მცირე გამარჯვებით ათასობით ფრონტზე. პირველი ფრონტი – ემისიების რადიკალური შემცირება. ეს არის აშკარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ შევაჩერებთ ან მკვეთრად შევამცირებთ სათბური აირების ემისიებს, ჩვენ შევანელებთ ანტარქტიდის ყინულის დნობას, რაც შეანელებს არქეების გააქტიურებას. ტექნოლოგიები ამისთვის უკვე არსებობს. მზის პანელები, რომლებიც ახლა არის იაფი ვიდრე ქვანახშირი უმეტეს ადგილებში, ქარის ტურბინები, რომლებიც წარმოქმნიან ელექტროენერგიას ფასად, რომელიც კონკურენტუნარიანია ნავთობთან. ბატარეები, რომლებიც ინახავენ ენერგიას და ხდიან განახლებად ენერგიას საიმედოს. ელექტროავტომობილები, რომლებიც ახლა არის უკეთესი ვიდრე ბენზინის ავტომობილები, თითქმის ყველა პარამეტრით. მაგრამ ტექნოლოგიების არსებობა არ არის საკმარისი. ისინი უნდა განხორციელდეს მასშტაბურად, სწრაფად, გლობალურად. და აქ არის გამგამოწვევა. ენერგეტიკული სისტემის ტრანსფორმაცია მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიას, არამედ ინფრასტრუქტურას, ინვესტიციებს, პოლიტიკურ ნებას. ეს მოითხოვს ტრილიონობით დოლარს, ეს მოითხოვს მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს. ეს მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებებს იმაში, თუ როგორ ვაწარმოებთ და ვიყენებთ ენერგიას. მეორე ფრონტი – ნახშირბადის აბსორბცია. თუნდაც ჩვენ შევაჩეროთ ყველა ემისია დღეს, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია, ატმოსფეროში უკვე არის საკმარისი სათბური აირები, რომ გააგრძელონ დათბობა 10 წლეულების განმავლობაში. ასე რომ ჩვენ ასევე უნდა მოვაცილოთ ნახშირბადი ატმოსფეროდან. ბუნება უკვე აკეთებს ამას. ტყეები, ოკეანეები, ნიადაგი აბსორბირებენ ნახშირბადს. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბუნებას, გავაძლიეროთ ეს პროცესები. ტყეების ართგენა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. 1 ჰექტარი ტყე აბსორბირებს დაახლოებით 10 ტონა ნახშირორჟანგს წელიწადში. თუ ჩვენ აღვადგენთ 1 მილიარდ ჰექტარ ტყეს, ფართობი დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების ზომის, ეს აბსორბირებს 10 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს წელიწადში, დაახლოებით 25% მიმდინარე ადამიანური ემისიებისა. ეს არის ამბიციური, მაგრამ მიღწევადი მიზანი. ორგანიზაციები, როგორიცაა ტრილიონი ხის კამპანია, უკვე დარგეს მილიარდობით ხე. ქვეყნები, როგორიცაა ეთიოპია, დარგეს 4 მილიარდზე მეტი ხე ერთ წელში. მაგრამ ბუნებრივი აბსორბცია არ არის საკმარისი. ჩვენ ასევე საჭიროებთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მანქანებს, რომლებიც პირდაპირ აბსორბირებენ ნახშირორჟანგს ჰაერიდან. ეს ტექნოლოგია, რომელსაც უწოდებენ პირდაპირ ჰაერის აბსორბციას, უკვე არსებობს. კომპანიები, როგორიცაა Climeworks შვეიცარიაში და Carbon Engineering კანადაში, უკვე აშენეს მოქმედ ქარხნებს. მაგრამ ამჟამად ეს ტექნოლოგია არის ძალიან ძვირი. დაახლოებით $600 ნახშირორჟანგის 1 ტონაზე. რომ ეს გახდეს ეკონომიკურად მიღწევადი, ფასი უნდა დაეცეს 10 ჯერ, 100 ჯერ. მესამე ფრონტი – ადაპტაცია. თუნდაც ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი სწორად,
თუნდაც შევამციროთ ემისიები ნულამდე და მოვაცილოთ ნახშირბადი ატმოსფეროდან, გარკვეული დონის კლიმატის ცვლილება უკვე არის გარდაუვალი. ანტარქტიდის ყინული უკვე დნება, არქეები უკვე იღვიძებენ, ტემპერატურა უკვე იზრდება. ასე რომ ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ, ვადაპტირდეთ, ავაშენოთ რეზილიენტობა. ეს ნიშნავს სანაპირო ქალაქების დაცვას, ზღვის დონის აწევისგან, დამბების აშენებას, ბუნებრივი ბარიერების აღდგენას, როგორიცაა მანგროვის ტყეები. ეს ნიშნავს სოფლის მეურნეობის ადაპტირებას ახალ კლიმატურ პირობებთან, გვალვამგზავრდი კულტურების შემუშავებას, ეფექტური მორწყვის სისტემების დანერგვას. ეს ნიშნავს ქალაქების გადაპროექტებას უფრო ცხელი კლიმატისთვის, მწვანე სივრცეების შექმნას, შენობების იზოლაციას, გრილების სისტემების გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს ჯანდაცვის სისტემების მომზადებას ახალი დაავადებებისთვის, რომლებიც გავრცელდება თბილ კლიმატში. მაგრამ ყველა ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა, განახლებადი ენერგია, ნახშირბადის აბსორბცია, ადაპტაციის ინფრასტრუქტურა არის მხოლოდ ინსტრუმენტები. ინსტრუმენტები თავისთავად არაფერს აკეთებენ. ისინი საჭიროებენ სისტემას, რომელიც გამოიყენებს მათ. სისტემას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიას, არამედ ეკონომიკას, პოლიტიკას, კულტურას, ღირებულებებს. წარმოიდგინეთ ეს როგორც პირამიდა. ფუძეზე არის ღირებულებები. ის, რასაც ჩვენ ვაფასებთ როგორც საზოგადოება. ჩვენ ვაფასებთ ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ ვაფასებთ გარემოს დაცვას, ჩვენ ვაფასებთ სოციალურ სამართლიანობას, ჩვენ ვაფასებთ მომავალ თაობებს. ეს ღირებულებები განსაზღვრავს ყველაფერს, რაც მოდის მათ შემდეგ. პირამიდის მეორე დონეზე არის პოლიტიკა, კანონები, რეგულაციები, ხელშეკრულებები, რომლებიც ასახავენ ჩვენს ღირებულებებს. ნახშირბადის ფასი, გადასახადი ან ვაჭრობის სისტემა, რომელიც ხდის დამაბინძურებლებს გადაიხადონ მათი ემისიებისთვის. სუბსიდიები, განახლებადი ენერგიისთვის, სტანდარტები ენერგოეფექტურობისთვის, ინვესტიციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დაცვა ტყეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემებისა. მესამე დონეზე არის ეკონომიკა, ბაზრები, კომპანიები, ინვესტიციები, რომლებიც რეაგირებენ პოლიტიკურ სიგნალებზე. როცა ნახშირბადს აქვს ფასი, კომპანიები ინვესტირებენ სუფთა ტექნოლოგიებში. როცა განახლებადი ენერგია იღებს სუბსიდიებს, ინვესტორები აშენებენ მზის და ქარის ფერმებს. როცა ენერგოეფექტურობას აქვს სტანდარტები, წარმოებლები ქმნიან უკეთეს პროდუქტებს. და პირამიდის მწვერვალზე არის ტექნოლოგია, კონკრეტული გადაწყვეტები, რომლებიც ხორციელდება. მაგრამ ეს ტექნოლოგია არის ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა დონე ქვემოთ მას მხარს უჭერს. 2026 წლის მარტში ჩვენ ხედავთ ნიშნებს, რომ ეს სისტემა იწყებს ცვლილებას. არა სწრაფად, არა საკმარისად სწრაფად, მაგრამ ცვლილება ხდება. ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი მწვანე გარიგება, რომელიც ვალდებულებას იღებს შეამციროს ემისიები 55%-ით 2030 წლისთვის. ჩინეთმა, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი დამაბინძურებელი, ვალდებულებას იღებს მიაღწიოს ნახშირბადის ნეიტრალურობას 2060 წლისთვის. აშშ-ში, რომელიც დატოვა პარიზის შეთანხმება 2018 წელს, ახლა უბრუნდება და ვალდებულებას იღებს შეამციროს ემისიები 50%-ით 2030 წლისთვის. მაგრამ ეს ვალდებულებები არის მხოლოდ სიტყვები. რეალური ტესტი იქნება მოქმედება, რეალური ინვესტიციები, რეალური პოლიტიკა, რეალური ცვლილებები იმაში, თუ როგორ ვაწარმოებთ და ვიყენებთ ენერგიას, როგორ ვაშენებთ ქალაქებს, როგორ ვზრდით საკვებს, როგორ ცხოვრობთ ჩვენს ცხოვრებას. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე რთულ კითხვამდე. კითხვამდე, რომელიც არ არის ტექნიკური ან ეკონომიკური, არამედ ფუნდამენტურად ადამიანური. რას ვართ მზად შევცვალოთ? კლიმატის ცვლილების გადაჭრა არ მოითხოვს მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს. ის მოითხოვს ახალ გზას ცხოვრებისა. ის მოითხოვს, რომ ჩვენ გადავხედოთ ფუნდამენტურ დაშვებებს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი ცხოვრება, რა არის წარმატება, რა არის პროგრესი. ბოლო 200 წლის განმავლობაში ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებიდან ჩვენ განვსაზღვრეთ პროგრესი როგორც ზრდა. მეტი წარმოება, მეტი მოხმარება, მეტი ენერგია, მეტი რესურსები. ეს მოდელი მოგცა უზარმაზარი სარგებელი, გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა, შემცირებული სიღარიბე, გაუმჯობესებული განათლება, უფრო დიდი შესაძლებლობები. მაგრამ ეს მოდელი ასევე მოგცა კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების განადგურება, რესურსების ამოწურვა. ეხლა ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ მოდელს. არა უარყოთ პროგრესი, არა დაუბრუნდეთ წარსულს, არამედ გადავსაზღვროთ, რას ნიშნავს პროგრესი. შეიძლება პროგრესი იყოს არა მეტი მოხმარება, არამედ უკეთესი ხარისხი ცხოვრებისა. შეიძლება წარმატება იყოს არა მეტი ფლობა, არამედ მეტი კეთილდღეობა. შეიძლება კარგი ცხოვრება იყოს არა მეტი რესურსების გამოყენება, არამედ უფრო ჰარმონიული ურთიერთობა ბუნებასთან. ეს არ არის აბსტრაქტული ფილოსოფიური კითხვები. ეს არის პრაქტიკული კითხვები, რომლებსაც ჩვენ უნდა უპასუხოთ ჩვენი ყოველდღიური არჩევანით.
ვყიდულობთ ახალ ტელეფონს ყოველ წელს თუ ვიყენებთ ძველს სანამ ის მუშაობს. ვფრინავთ სხვა კონტინენტზე დასვენებისთვის თუ ვიკვლევთ ადგილებს ახლოს სახლთან. ვჭამთ ხორცს ყოველ დღე თუ ვამცირებთ მის მოხმარებას. ვდგავართ ავტომობილში ტრაფიკში თუ ვიყენებთ ველოსიპედს სანზოგიბედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თითოეული ეს არჩევანი ინდივიდუალურად ჟღერს უმნიშვნელოდ, მაგრამ როცა მილიარდობით ადამიანი აკეთებს ამ არჩევანს, ეფექტი არის უზარმაზარი. თუ ყოველი ადამიანი განვითარებულ ქვეყნებში შეამცირებს თავის ნახშირბადის კვალს 30%-ით, რაც არის მიღწევადი უბრალო ცვლილებებით ცხოვრების წესში, ეს შეამცირებს გლობალურ ემისიებს დაახლოებით 15%-ით. ეს არის ექვივალენტური მთელი ევროკავშირის ემისიების არმოფხრისა. მაგრამ ინდივიდუალური მოქმედება რამდენადაც მნიშვნელოვანია, არ არის საკმარისი. ჩვენ ასევე საჭიროებთ კოლექტიურ მოქმედებას, მოძრაობებს, რომლებიც ცვლიან არა მხოლოდ ინდივიდუალურ ქცევას, არამედ სოციალურ ნორმებს, პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეკონომიკურ სტრუქტურებს. 2026 წლის მარტში ჩვენ ხედავთ ნიშნებს, რომ ასეთი მოძრაობები იწყებს ფორმირებას. არა ერთი დიდი მოძრაობა, არამედ ათასობით მცირე მოძრაობა, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ, ქმნიან ქსელს, აყალიბებენ კრიტიკულ მასას. სტუდენტები მთელ მსოფლიოში აწყობენ კლიმატის გაფიცვებს, მოითხოვენ თავიანთი მთავრობისგან მოქმედებას. ინვესტორები ტყიდულობენ აქციებს ნავთობის და გაზის კომპანიებიდან და ინვესტირებენ განახლებად ენერგიაში. ქალაქები აცხადებენ კლიმატურ საგანგებო მდგომარეობას და ვალდებულებას იღებენ გახდნენ ნახშირბადის ნეიტრალური. კომპანიები აკენებენ ამბიციურ მიზნებს ემისიების შესიების შესამცირებლად. რელიგიური ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მიმდევრებს იზრუნონ შექმნილზე. თითოეული ეს მოძრაობა ინდივიდუალურად არის მცირე, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან რაღაც ძლიერს, კულტურულ ცვლილებას იმაში, თუ რას მიიჩნევს საზოგადოება ნორმალურად, მისაღებად, სასურველად. და როცა კულტურა იცვლება, ყველაფერი სხვა მოსდევს. პოლიტიკა, ეკონომიკა, ტექნოლოგია. სოციოლოგები, რომლებიც სწავლობენ სოციალურ ცვლილებებს, ამბობენ, რომ კრიტიკული მასა, წერტილი, საიდანაც ცვლილება ხდება თვითგანმამტკიცებელი, არის დაახლოებით 25% მოსახლეობისა. როცა 25% ადამიანებისა იღებს ახალ ქცევას, ახალ ღირებულებას, ახალ ნორმას, ის სწრაფად ვრცელდება დანარჩენ მოსახლეობაზე. ჩვენ ხედავთ ამას ისტორიაში განმეორებით: სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, ქალთა უფლებების მოძრაობების მოძრაობა, ანტისამხედრო მოძრაობა. ახლა კითხვა არის: ვართ თუ არა ჩვენ მზად მივახციოთ ამ კრიტიკულ მასას კლიმატის მოქმედებისთვის? ვართ თუ არა ჩვენ მზად იყოთ ის 25%, რომელიც იწყებს ცვლილებას? და აქ ჩვენ აწყდებით ბოლო პარადოქსს იმედსა და რეალობას შორის. რეალობა არის ის, რომ სიტუაცია არის სერიოზული. ანტარქტიდის ყინული დნება, არქეები იღვიძებენ, მეთანი ემატება ატმოსფეროს, დადებითი უკავშირის ციკლები აჩქარებენ პროცესს, დრო მოქმედებისთვის მცირდება. თუ ჩვენ არ მოვიქცევით სწრაფად და რადიკალურად, შედეგები იქნება კატასტროფული. მაგრამ იმედი არის ის, რომ ჩვენ კვლავ გვაქვს არჩევანი, ჩვენ კვლავ გვაქვს დრო, ჩვენ კვლავ გვაქვს ტექნოლოგიები, ჩვენ კვლავ გვაქვს ცოდნა, ჩვენ კვლავ გვაქვს უნარი შევცვალოთ კურსი. მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული. ის არის ღია ჩვენი არჩევანისთვის, ჩვენი მოქმედებისთვის, ჩვენი ნებისთვის. დოქტორმა ჩენმა ინტერვიუში გარდიანისთვის 2026 წლის მარტში თქვა რაც ასახავს ამ პარადოქსს. როცა ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს არქეები, ჩემი პირველი რეაქცია იყო შიში. შიში იმისა, რომ ჩვენ გავხსენით პანდორას ყუთი, რომ ჩვენ გამოვაღვიძეთ რაღაც, რაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მაგრამ შემდეგ მე გავიაზრე რაღაც. ეს არქეები არ არის ჩვენი მტერი. ისინი არ აკეთებენ რაღაცას ჩვენთვის. ისინი უბრალოდ არიან ცოცხალი, აკეთებენ იმას, რისთვისაც არიან შექმნილი. რეალური გამოწვევა არ არის ისინი. რეალური გამოწვევა ვართ ჩვენ. ჩვენი უნარი გავიგოთ, ვადაპტირდეთ, შევცვალოთ. და ეს არის რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა ამ პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია გააცნობიეროს მომავალი, დაგეგმოს მომავლისთვის, შეცვალოს მომავალი. ეს არის ჩვენი ძლიერება. და ახლა არის დრო გამოვირენოთ ის. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. არა არჩევანი იმედსა და სასოწარკვეთას შორის, არამედ არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. არა არჩევანი ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის, არამედ არჩევანი პასუხისგებლობასა და გაუცხოებას შორის. არა არჩევანი იმედსა და შიშს შორის, არამედ არჩევანი მომავალს, რომელსაც ჩვენ გვინდა შევქმნათ. ანტარქტიდის ყინულის ქვეშ 3 კილომეტრის სიღრმეზე მილიარდობით არქეები კვლავ იღვიძებენ. ისინი არ იციან ჩვენი შესახებ. ისინი არ იციან ჩვენი ცივილიზაციის შესახებ. ისინი არ იციან ჩვენი იმედებისა და შიშების შესახებ. ისინი უბრალოდ არიან ცოცხალი. აკეთებენ იმას, რისთვისაც ევოლუციამ შექმნა.
ისინი 1 მილიარდი წლის წინ, მაგრამ ჩვენ ვიცით მათ შესახებ. ჩვენ ვიცით, რას აკეთებენ ისინი. ჩვენ ვიცით, რა შედეგები შეიძლება კონდეს მათ მოქმედებას და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ ამის შესახებ. კითხვა აღარ არის რა მოხდება. კითხვა არის რას გავაკეთებთ ჩვენ. და პასუხი ამ კითხვაზე განსვაზე განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ მომავალს ყველა სიცოცხლისა ამ პლანეტაზე. სიცოცხლისა, რომელიც არსებობს ახლა, სიცოცხლისა, რომელიც არსებობდა მილიარდი წლის წინ და ახლა იღვიძებს, და სიცოცხლისა, რომელიც იარსებებს ათასობით წლის შემდეგ, თუ ჩვენ გავაკეთებთ სწორ არჩევანს ახლა. წარმოიდგინეთ, რომ დრო არ არის მდინარე, რომელიც მიედინება ერთი მიმართულებით. წარმოიდგინეთ, რომ დრო არის ოკეანე, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი არსებობენ ერთდროულად, არა თანმიმდევრულად, არამედ ერთმანეთთან გადაჯაჭვულად, ერთმანეთზე გავლენის მოხდენით, ერთმანეთის ქმნით. ანტარქტიდის არქეები გვასწავლიან ზუსტად ამას. ისინი არიან ცოცხალი მოწმეები იმისა, რომ დრო არ არის წრფივი. 1 მილიარდი წლის წინ ისინი ცხოვრობდნენ დედამიწაზე, რომელიც იყო სრულიად განსხვავებული. პლანეტა, სადაც არ არსებობდა არც ერთი ხმელეთის მცენარე, არც ერთი ცხოველი, არც ერთი ადამიანი. ისინი წარმოქმნიდნენ მეთანს, სულიდნენ ატმოსფეროს, ქმნიდნენ პირობებს, რომლებიც საბოლოოდ მილიონობით წლის შემდეგ გახდა საფუძველი კომპლექსური სიცოცხლისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის. შემდეგ ისინი ჩაიღინა. არა მოგდნენ, ჩაიღინა. შევიდნენ მდგომარეობაში, რომელიც არის მეცნიერებისთვის თითქმის შეუძლებელი გასაგები. მდგომარეობაში, სადაც ბიოლოგიური დრო გაჩერდა, მაგრამ ბიოლოგიური პოტენციალი შენარჩუნდა. ისინი გახდნენ არა ორგანიზმები, არამედ შესაძლებლობები. შესაძლებლობები, რომლებიც ელოდნენ პირობებს, რომლებიც კვლავ გააღვიძებდნენ მათ. და ეხლა 2026 წელს ეს პირობები მოვიდა. არა ბუნებრივად, არა როგორც ნაწილი პლანეტის ბუნებრივი ციკლებისა, არამედ ხელოვნურად, როგორც შედეგი ერთი სახეობის აქტივობისა, სახეობისა, რომელიც არ არსებობდა, როცა ეს არქეები ჩაიღინა. ჩვენ ადამიანები, ჩვენი 200 წლის ინდუსტრიული ცივილიზაციით, შევქმნით პირობები, რომლებიც აღვიძებენ სიცოცხლეს, რომელიც არსებობდა მილიარდი წლის წინ. და ეს სიცოცხლე, გაღვიძებული, ახლა ცვლის ჩვენს მომავალს. ეს არის დროის მარყუჟი, რომელიც აღემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ მიზეზისა და შედეგის შესახებ. წარსული არ არის უბრალოდ ის, რაც მოხდა და დასრულდა. წარსული არის ის, რაც შეიძლება დაბრუნდეს, გავლენა იქონიოს, შეცვალოს ის, რაც მოდის. და მომავალი არ არის უბრალოდ ის, რაც მოხდება. მომავალი არის ის, რაც ქმნის პირობებს წარსულის დაბრუნებისთვის. მაგრამ აქ უნდა ვიყოთ მკაცრად პატიოსნები. ყველაფერი, რაც მე გითხარით ამ ისტორიაში, ყველა მონაცემი, ყველა პროგნოზი, ყველა სცენარი არის დაფუძნებული ჩვენს მიმდინარე გაგებაზე. და ჩვენი გაგება რამდენადაც მოწინავეა, რჩება ღრმად შეზღუდული. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რამდენი არქია ანტარქტიდის ყინულში. ჩვენ გვაქვს შეფასებები დაფუძნებული ნიმუშებზე, მაგრამ ეს ნიმუშები მოიცავს 0,0001%-ზე ნაკლებს მთლიანი ყინულის მოცულობისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაიგოთ ოკეანე, აიღოთ ერთი წვეთი წყალი. ეს არის ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ უპასუხებენ ეს არქეები განსხვავებულ პირობებს. ლაბორატორიული ექსპერიმენტები გვაძლევს მინიშნებებს, მაგრამ ლაბორატორია არ არის ანტარქტიდა. რეალური გარემო არის უსასრულოდ უფრო კომპლექსური, უსასრულოდ მეტი ცვლადი, უსასრულოდ მეტი ურთიერთქმედება, უსასრულოდ მეტი გაურკვევლობა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ იქცევა დედამიწის კლიმატური სისტემა, როცა ის გადააჭარბებს გარკვეულ ზღვრებს. კლიმატის მოდელები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არის ყველაზე რთული კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც ოდესმე შეიქმნა. მაგრამ ისინი კვლავ არის მოდელები, გამარტივებები რეალობისა, არა თავად რეალობა. ისინი შეიძლება გამოტოვონ კრიტიკულ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ გვესმის. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ უპასუხებს ადამიანური საზოგადოება ამ გამოწვევას. ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანები შეუძლიათ იყვნენ არაჩვეულებრივად ადაპტირებადი, შემოქმედებითი, რეზილიენტური. მაგრამ ისტორია ასევე გვიჩვენებს, რომ ადამიანები შეუძლიათ იყვნენ მოკლემხედველი, გაყოყოფილი, თვითდესტრუქციული. რომელი ამ ტენდენციებისა გაიმარჯვებს? ჩვენ არ ვიცით. და ყველაზე ფუნდამენტურად, ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა წერტილი, საიდანაც დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი. კლიმატის მეცნიერებაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც უწოდებენ tipping point. ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ სისტემა გადადის ახალ მდგომარეობაში და დაბრუნება ძველ მდგომარეობაში ხდება ძალიან რთული ან შეუძლებელი. შეიძლება ანტარქტიდის არქეების გააქტიურება იყოს ასეთი tipping point, ან შეიძლება არა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ეს გაურკვევლობა არ არის სისუსტე მეცნიერებისა, ეს არის ბუნება რეალობისა. სამყარო არის ფუნდამენტურად კომპლექსური, ფუნდამენტურად გაურკვეველი, ფუნდამენტურად შეუცნობელი თავის სრულყოფილებაში. ყოველი პასუხი, რომელსაც ჩვენ პოულობთ, წარმოშობს 10 ახალ კითხვას.
ყოველი აღმოჩენა ავლენს 10 ახალ საიდუმლოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავლოდოთ სრულყოფილ ცოდნას სანამ მოიქცევით. თუ ჩვენ ველოდებით სრულყოფილ ცოდნას, ჩვენ ველოდებით სამუდამოდ. ნაცვლად ამისა, ჩვენ უნდა მოვიქცეთ დაფუძნებული იმ ცოდნაზე, რაც გვაქვს, აღიარებული იმ გაურკვევლობით, რაც რჩება, მომზადებული იმ გაკვირვებებისთვის, რომლებიც გარდაუვალად მოვა. ეხლა მოდით დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. არა ანტარქტიდას, არა ყინულს, არა არქეებს, არამედ თქვენ. თქვენ, რომელიც კითხულობთ ამ სიტყვებს ამ მომენტში. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ კოსმოსიდან, ისევ. დედამიწა ლურჯი მარბლი, რომელიც ბრუნავს სიცარიელეში. ეხლა ჩვენ ვიწყებთ ზუმს, არა ანტარქტიდისკენ ამჯერად, არამედ იქ, სადაც თქვენ ხართ. ჩვენ გვეთთ ატმოსფეროს, ფენას ჰაერისა, რომელიც იცავს ყველა სიცოცხლეს, იმავე ჰაერს, რომელშიც ახლა ემატება მეთანი ანტარქტიდიდან. ჩვენ გვეთთ ღრუბლებს, წყლის ორთქლს, რომელიც კონდენსირდება, ქმნის წვიმას, რომელიც ასველებს მიწას, რომელიც ზრდის მცენარეებს, რომლებიც გვაკვებავენ. ჩვენ გვეთთ ქალაქებს, სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანებმა ააშენეს, სადაც მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს, ოცნებობს, ეშინიათ, იმედოვნებს. ჩვენ ვაგრძელებთ ზუმს, სანამ არ მივახცევთ თქვენს ქალაქს, თქვენს უბანს, თქვენს სახლს, თქვენს ოთახს და საბოლოოდ თქვენ. თქვენ, ერთი ადამიანი, ერთი ინდივიდი, ერთი ცნობიერება, 8 მილიარდ ცნობიერებას შორის ამ პლანეტაზე. და აქ არის პარადოქსი, რომელიც ამ მთელ ისტორიას აზრს აძლევს. თქვენ ხართ ერთდროულად უმნიშვნელო და უსასრულოდ მნიშვნელოვანი. უმნიშვნელო, რადგან თქვენ ხართ ერთი ადამიანი პლანეტაზე, რომელიც არსებობს 4 მილიარდი 500 მილიონი წლის განმავლობაში, სამყაროში, რომელიც არსებობს 14 მილიარდი წლის განმავლობაში. რა შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრება, თქვენი 80 ან 100 წელი, ამ კოსმოსურ მასშტაბებთან შედარებით, მაგრამ თქვენ ხართ ასევე უსასრულოდ მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც შეუძლია გააკეთოს არჩევანი. არქეებს არ შეუძლიათ აერჩიონ, ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რისთვისაც ევოლუციამ შექმნა ისინი. ყინულს არ შეუძლია აერჩიოს, ის უბრალოდ დნება, როცა ტემპერატურა იზრდება. ატმოსფეროს არ შეუძლია აერჩიოს, ის უბრალოდ რეაგირებს ქიმიურ კანონებზე. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ, რა ერჩიოთ, როგორ ცხოვრობთ. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ, რას მოიხმართ. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ, როგორ გადაადგილდებით. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ, რას უჭერთ მხარს. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ, რისთვის იბრძოლებთ. და ეს არჩევანი, თქვენი არჩევანი, გამრავლებული მილიარდჯერ, განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგ. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ. წარმოიდგინეთ ანტარქტიდის უსასრულო თეთრი უდაბნო. 3 კილომეტრი ყინულის ქვეშ, სადაც რაღაც ელოდება. რაღაც, რაც ელოდა 1 მილიარდი წელი. და 2026 წელს, იანვარში, ეს რაღაც გაიღვიძა. ეხლა ამ ისტორიის ბოლოს ჩვენ ვიცით, რა არის ეს რაღაც. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის არა მონსტრი, არა უცხო პლანეტელი, არა ზებუნებრივი ძალა. ეს არის უბრალოდ სიცოცხლე. ძველი, უცნაური, შეუძლებელი სიცოცხლე. მაგრამ მაინც სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ყველა სიცოცხლე აკეთებს. ცდილობს გადარჩეს, გამრავლდეს, გააგრძელოს არსებობა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით რაღაც უფრო ღრმა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ისტორია არ არის მხოლოდ არქეების შესახებ. ეს არის ჩვენ შესახებ. ეს არის იმის შესახებ, თუ როგორ ვართ ჩვენ, ადამიანები, ერთი სახეობა, რომელიც არსებობს მხოლოდ მოკლე მომენტის განმავლობაში პლანეტის ისტორიაში, დაკავშირებული ყველაფერთან, რაც მოვიდა ჩოვიდა ჩვენამდე და ყველაფერთან, რაც მოვა ჩვენ შემდეგ. ის ყინული, რომელიც ინახავს არქეებს, ჩამოყალიბდა წყლიდან, რომელიც ოდესღაც იყო ოკეანეში, სადაც ცხოვრობდნენ პირველი ორგანიზმები. ის ატმოსფერო, რომელშიც ახლა ემატება მეთანი, შეიცავს ჟანგბადს, რომელიც წარმოქმნეს ციანობაქტერიებმა მილიარდობით წლის წინ. ის ნიადაგი, რომელზე ჩვენ ვგავართ, შეიცავს ნახშირბადს, რომელიც ოდესღაც იყო ნაწილი ცოცხალი ორგანიზმებისა. ყველაფერი არის დაკავშირებული. ყველაფერი არის ნის ნაწილი, ერთი უზარმაზარი, კომპლექსური, ურთიერთდაკავშირებული სისტემისა. და ჩვენ ადამიანები ვართ ნაწილი ამ სისტემისა. არა მისი მფლობელები, არა მისი ბატონები, არა მისი დამპყრობლები, არა მისი დამყრობლები, არამედ მისი ნაწილი. ნაწილი, რომელსაც აქვს უნიკალური უნარი. უნარი გააცნობიეროს სისტემა, გაიგოს სისტემა, შეცვალოს სისტემა. და ამ უნან მოდის უნიკალური პასუხისმგებლობა. ანტარქტიდის ყინულის ქვეშ, ანწამს, მილიარდობით არქეები კვლავ იღვიძებენ. ისინი არ იციან, რომ ჩვენ ვაკვირდებით მათ. ისინი არ იციან, რომ ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მათ. ისინი არ იციან, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ მათ გამოწვევას. ისინი უბრალოდ არიან ცოცხალი, ისევე როგორც იყვნენ 1 მილიარდი წლის წინ,
ისევე როგორც იქნებიან მილიარდი წლის შემდეგ, თუ პირობები საშუალებას მისცემს მათ. და შეიძლება ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც ისინი გვასწავლიან. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა დარწმუნებულობა, არამედ საიდუმლო. არა კონტროლი, არამედ მოკრძალება. რადგან საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის რა ვიცით. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის რას ვაკეთებთ იმ ცოდნით, რაც გვაქვს, აღიარებული იმით, რაც არ ვიცით. და პასუხი ამ კითხვაზე, თქვენი პასუხი, ჩემი პასუხი, ჩვენი კოლექტიური პასუხი, დაწერს შემდეგ თავს ამ ისტორიაში, რომელიც დაიწყო 1 მილიარდი წლის წინ და რომელიც